სამშვიდობის ჩვენ ყველა მაყურებლებს და მსმენელებს. პარაშის, დღევანდელი პარაშად ვაიერას ძირითადი თემები, რაზეც რომ არის პარაშა აგებული, აწყობილი, ეს არის აბრაამ აბინოს დამილაების შემდეგ უფალი გამჩენი ღმერთი, რომ აბრაამს ესტუმრება და ეცხადება. შემდეგ სამი ანგელოზები, რომლებიც რომ მაღლიდან ჩამოდიან და აბრაამს ესტუმრებიან. მერე მოდის შემდეგი გაოხრება სედომ ყამორასი და აბრამის ლოცვები სედომ ყამორის გაოხრებასთან დაკავშირებით, რომ არ გეოხრებინა გამჩენს ის ქალაქები. მერე შემდეგში როცა რომ ავიმელეხმა აიყვანა სარადი და ჩვენი და პლემა ყავდა მას ერთი ღამე, შემდეგში მოდის მერე იცხაკის დაბადება, მერე მოდის ბოლოში პარაშის დასასრულში ხაგე და იცხაკის და სულ ბოლოში რივკას დაბადება, როგორ დაიბადა რივკა, სიდან მოდის რივკას შამამავლობა. მორავი რაბოთაი, ამ სედერით რასაც შეგვაძლებინოს გამჩენმა, იმიტომ თემები ძალიან ბევრი არის დაგროვებული, აქ საათობით შემიძლია სიღრმით თითო თემაზე ვილაპარაკო, დარწმუნდით ვერ ამოლებს ვერაფერი თითო თემას, რაც აქ პარაშაში გვაქვს. მიმიჯელებ რომ ჩხარ-ჩხარა გავიაროთ და ცოტა რაც შეიძლება ამ საათს ათნახევარში მოვასწროთ მეტი რაც შეგვიძლია. ვაიერა ელავ ადონაი ბელონე მამრე ვეუიოშებ პეტა ჰაოელ ქეხომაიომ დაგემეცხადა იმართ მისა უფალი შინა მიდამოებსა მამრესას და ის აბრაამი იჯდა შემოსავალსა იმის კარვისას, რადგანაც რომ სიცხე იყო გაძლიერებული იმავე დღესაო. მოიმაღლა აბრაამა თვალები მისი და დაინახა და აგერა, სამი კაცები იყვნენ დამდგარი ზედა იმისა და დაინახა და გაირბინა მართებით მათსა იმის შემოსავლისა კარვისაგან და ეთაყვანა მათ მიწა ზედა და მოახსენა ენგრეთ ბატონო ჩემო, თუნ ვიპოვნე მე ხუნჯულობა სიყვარულობა შინა თვალსა თქვენსა აწნუ გადივლი იმის ზემოთ ხმის შენისაგან შემოდი ჩვენ კარავში. რაბოთაი, ვაიერა ელავ აშემ გასხოვდება ეს პარაშა იმ ყველა ენებისაგან, როგორც რომ დამაგვარი დაწერილი არის აქამდე სეფერ თორაში. პარაშათ ლეხ-ლეხაში ხედავთ იქ წერია ასეთი დამაგვარი, მაგრამ იქ თუ დაუკვირდებით წერავს თორა ვაიერა აშემ ელ აბრაამ გემეცხადა უფალი აბრაამს. აქ წერია გემეცხადა იმართ მისა უფალი. რატო შეიცვალა ეს ენა, ტერმინოლოგია რატო შეცვალა თორამ? იქ წერია გემეცხადა აბრაამსა, დაუკვირდით გემეცხადა უფალი აბრაამსა, აქ წერია გემეცხადა იმართ მისა უფალი. უნდა ყოფილიყო ერთი ლეველით, ერთი ხაზით და ასე კიდე დამაგვარი რამოდენ ადგილზე არის, ჯერ წერია გამჩენის სახელი, მერე ვის ელაპარაკება, ვის ეცხადება. აქ კი ჯერ წერია გამოცხადება და მერე წერია ვინ არის გამოცხადებული, უფალი რო ეცხადება აბრაამს. რაბენუ ბახიე იწყებს პარაშას და წერავს, რომ ღმათ ვინც რომ დაუკვირდებითო ამ პარაშას სწავლობთო, აქ ნახავთ რომ გამჩენი ჩამობზანდა მაღლისგან თავის მერქაბითაო. ქავიაჰოლ ჩამობზანება უფლის ხოლმის ბატონის და აბრაამთან მოსვლის. ეს არ იყო მარტო გამჩენის ჩამოსვლა, აქ იხილავთ ღმათა წამკითხველები, ვინც რომ დაუგონიერდებით, შიგნით ცოტა პარაშას სიტყვებს ჩაუყმავდებით, გაიგებთ კარგად რომ შემთელებული მერქავა მაღლაური ქისე ქამოდი ქავიახოლ გამჩენის სუელანი ჩამოსული იყო დაბლა და ესტუმრენ აბრაამსაო. მაგრამ რაბენუ ბახიე არაფირუშებს არ წერავს, სად არის აქ თლიანი
Kisea akabodis merkaba chamosuli sadaris garmezebuli amis sekret აღარ ამხელს ცნობილი არის ყველასთვის რომ ის სეთკანგელოზების რომლებიც რომ მათ ხელში არის Kisea akabodi და ქავიახოლ ემსახურებიან გამჩენს და მათ უწოდებთ ჩვენ მალახია შარეთ მალახიმ ამეშართიმ ანგელოზები რომლებიც რომ ემსახურებიან უფალს ეს ანგელოზები მათ შორის არის ბრძანდებიან ანგელოზი გაბრიელი მიხაელი რეფაელი ორიელი და კი ხედავთ სეფერტორაში რომ აბრამი თვალს ახერს და ხედავ სამი კაცია დამდგარი ზედა ემისა გაბირუშა თალმუდმა მასხეთ ბაბა მეციხა დაინგრეთ არის მიდრაში და რაშის კომენტარში ვინ იყვნენ ესენი სამი ანგელოზები იყვნენ გაბრიელი ბრძანდებოდა მიხაელი და რეფაელი გამოგზანა გამჩენმა იმისათვის რომ ჯამთელობა ჩაუგდოს ტანში აბრამს მიხაელი იმისათვის რომ უმახარობლოს სარას ვაჟის დაბადება შვილი გეყოლებათ იცხაკი აბრამ და სარა გაბრიელი კი იმისათვის რომ გადააბრუნონ სედომი და ამორა მაგრამ ორიელი ანგელოზი აქ არ ჩანს რომელიც არის მეოთხე და სად არის აქ შემთელებული მერკაბა მაგრამ ეს ვიცოდეთ ყველამ წასულ გადაცემაში მაქვს ნათქვამი იმავე პარაშაში პარაშათ ვაიერა შაშან როცა რომ გავაფირუშეთ აგიხსენით ეხლა მე ამაზე აღარ დაბრუნდები მაგრამ სეკრეტი არის რომ სადაც გამჩენით ჩამობრძანდება სანადეს რომ ის შეხინა სადგმურობს რაიმე ადგილზე სტერილიზაციას აკეთებს ორიელ ამალახი და ეს არის მისი მიმართულება ამისთვისა დანიშნული სივრცე გასუფთავებული სტერილი უნდა იყოს იმისათვის რომ შეხინამ დაისადგმუროს თუ დაუკვირდებით სიტყვებს ვაიერა ელავ ჩასმული არის ოთიოთებში სახელი ორიელ დაგჩებათ იუდვავი არის გემატრია 16 რადგანაც რომ ყოლამოთები რომელიც არის აგებული ყოლამოთ აბიახ რა შეთებოთით აცილუთ ბერია იეცირა და ასია თითო ერთი არის შექმნილი 4-ით არსებობს აცილუთში აცილუთ შევა აცილუთ ბერია შევა აცილუთ იეცირა შევა აცილუთ ასია შევა აცილუთ მაშა სადამე გამომდინარე ჩვენ სიტყვებიდან არსებობს 4 ყოლამოთები რომლებიც რომ განაწილებული არის 16-ზე და ყველაფერ ამ ადგილებს ამ კედუშას ასუფთაებს ანგელოზი ორიელი ამისათვის ვაიერა ელავ ჩასმულია შიგნით ბუკვები ორიელ დამატებით იოდვავ გემატრია 16 შეზეხარბო შერაკადოშ ბარუხუ როგორც ერას მაგენ აბრამი პესახის დინებში ბესიმან თაფაინგიმელ მაშა სადამე ამიტომ დაიწყო პარაშამ ამ სიტყვებით ცვლილობით ყველა ადგილებისაგან სადაც რომ წერია გამოცხადება უფლის აბრამთან ყველგან თუ წერია ვაიერა აშემელ აბრამ გემეცხადა უფალი აბრამს აქ წერია გემეცხადა მას უფალი გამჩენს აქ ჩასმულია ამ სეფერტორის სიტყვებში რემეზით შიგნით არის აქ დამალული რომ სანამ გამჩენი გემეცხადა მანამდე სხვა გემეცხადა ეს იყო ორიელ ამალახი რომელმაც რომ გასუფთავა სიცედა მაშინ ჩამობრძანდება მელეხ მარხია მელახიმა კადოშ ბარუხო ჩვენ სიტყვებიდან გამომდინარე გამჩენი ჩამოსვლისას ადგილი გასუფთავებული იყო
და შემდეგში კი ესტუმრება აბრაამს სამი ანგელოზი კიდევ, რომლებმაც რომ შეამთელენ მერქავა, თლიანი მერქავა, რომელიც არის ეს 4 ანგელოზები, გაბრიელ, მიხაელ, რეფაელ, ორიელ. ამას არის გულისხმობს რაბენუ ბახიე. აქ ვინც რომ შიგნით სიღმეში ჩაიხედებითო, ნახავთ გამგები, აიოთ იმ სოდნები, შიგნით სიტყვებში ჩასაფლავებული წამკითხველები ვინც ახართო, ჩაწუდებით გაიგებთ რომ შემთელებული მერქავა დახვდა აბრაამ აბინუს ამ განჩენის გამოცხადებაზეო. როგორც ვამბობთ, აკადოშ ბარუხუ, მანამდე კი ორიელი, მერე განჩენის შემომცანება და შემდეგში კი სამი ანგელოზები დამატებით, გაბრიელ, მიხაელ, რეფაელი, რომლებიც რომ იხილა აბრაამმა. სადეცხადება განჩენი აბრაამს, ბელონე მამრე, დამილავდა აბრაამ აბინუ, დაიმილავა აბრაამა მისი თავი, კამათი არაბებში, ვიცით რომ აბრაამიც დამილავდა, აბრაამთან დამილავდნენ მისი ოჯახის ყველა წევრები, 312 მამაკაცი მოინათლენ, აბრაამის შაქრის 319, მაგრამ კამათი არაბებში, როდის იყო მათი ნათლობა, არიან ამბობენ აბრაამი იყო პირველი მონათლული, მერე მონათლა სხვები, არიან ამბობენ ჯერ ისინი მონათლა აბრაამა და ბოლოში მოინათლა მისი თავი. მახლოკეთ ეს გაშიფრული მაქვს ჩვენ ნაწერებში, ბეთორაში მიხტავ ღმათ, ძალიან ღმათ და მახლოკეთ შელაემ, აქ ესეც გავაფირუშე ძალიან დიდი სიღმით. იმიტომ რომ გემარაშიც კამათი არის, კაცი თუ არ არის თვითონ მონათლული, თუ მას მენათლება სხვები, არის ამაზე სუგია, მენახოჩი 53%-ზე, დარი კიდე გიმარა კიდუშინი 29%-ზე, იმოლი მოლახემ, გიმარა დაადგინა, ვინც რომ დამილაებულია და ამილაებს. არ შემეგითხოთ ციპორადან, მოშე რაბენუს ცოლიდან, რომელმაც რომ მონათლა შვილი გზაზე, ალახით, ვისაც რომ ლო შაიახ ბემილა, არ მოხდება დამილაება, ხორცით, როგორც ვიცით, იქ კი შეუძლია, იმიტომ დედის ვალი არის, შვილი მონათლული იყოს, იმინა, მაგრამ თუ შენ მოელი მოყავს, მონათლელი, თვითონაც უნდა იყოს მონათლული, არის აზრი, რომ არ არის ვალდებულობა, რომ კაცი მონათლული იყოს, სხვები რომ მონათლოს. ამაზეა კამათი, აბრაამი მონათლული იყო და მერე მონათლა სხვები თუ, ჯერ სხვები მონათლა და ბოლოში მოინათლა მისი თავი. ამახლოკეთ, ეს უკვე ღმათ სუგიაში შედის და ამას ახლა არ ვაფირუშებ. მაგრამ აბრაამი როცა ინათლება იმ ტერიტორიაზე არის, სადაც ცხოვრობდა მამრე, არ ქვესა სახელად ზერვა. აბრაამის მეგობარი იყო, რომლის ეზოებშიც, მიდამოებშიც, ველებზე ცხოვრობდა დასახლებული იყო აბრაამი. ზოარაგადოში ბრძანებს. შაშან ესეც, წოდა გავაფართოვე, ხლამას არ ვაფირუშებ, ხოლოდ მამყავს ხიდუში, სიახლე, და ამიტომ ზოარის სიტყვე მოვიტან. ბრძანებს ზოარაგადოში აბრაამამ, საუბარი გაიარა მამრესთანავო, სანამ დაამილებდა მის თავს, მონათლავდა, სანამდეც მონათლავდა დანარჩენებს. აბრაამი ეუნება მამრეს, გიმხელ, გამჩერი მეცხადება და მეუნება. აბრაამ, ითალეხ ლეფანაი, ვეჰეიეთ ამიმ. შვილო აბრაამ, იარე ჩემ წინაშე, და მინდა რომ იყოს სრული, მინდა რომ გასტრო ნუახსაო. ნუახი მაგარი იყო. განსხვავებით ნუახიდან ნაბაროთ არის აბრაამის ამბავი. აბრაამზე თორაში სანამდეც რომ გამჩენი უბრძანებს აბრაამს ლეხლეხას, აბრაამი ვინ იყო არც ვიცით.
არ გვიწერია თორაში. წერია მარტომ რომ ტერახს შეეძინა შვილები და მათ შვილებში იყო ამ შვილებში ზანდება აბრაამი, მაგრამ რა იყო აბრაამი? ტიტული რა ჰქონდა? ცადიკი, ჭიშმარიტი, გამჩენი შვილი თუ როგორ ემსახურებოდა გამჩენს? სეფერ თორაში არ წერია. ნოახზე რო წერავს თორა ნოახზე ელე თოლედოთ ნოახ რა სიტყვებით იწყებს პარაშა. ნოახის ცადიკ თამიმ სრულით ცადიკი სრული შემთელებული ზანდებოდა გამჩენთან და ახასიათა ნოახი მერე დაიწყო ისტორია ნოახის. აბრაამს ერთი დახასიათება არ წერია, მხოლოდ აბრაამის ისტორია მოდის. მაგრამ ნაბაროთ ნოახიდან ნოახზე შემდეგში თუ თავიდანვე დაიწერა ცადიკი და სრული ბოლოსში გამჩენი რო ეცხადება ნოახს ეუნება შენ გიპოვნე ცადიკი ამ თაობაში მარტო თამიმი აღარ წერია დაკარგა ღირსება ნაკლები შეიქმნა მეტი იყო თავიდან შემდეგ ცხოვრებაში დასუსტდა სულიერად აბრაამ ავინუ არაფერი ტიტული წერია თავიდან გამჩენი ეცხადება და ეუნება შენ თუ ივლი ჩემ წინაშე შენ ნოახს გაასწრებ შენ უკვე დაგწერამ შენზე და სამუდამოდ დაიბეჭდება სეფერ თორაში რომ აბრაამი ბრძანდება თამიმი სრულიადად გამჩენი შვილი თავიდან არ წერია აბრაამი რა იყო იმიტომ მართლა არაფერი არ იყო მაგრამ შემდეგში ითალეხ ლეფანაი ვეჰეიე თამიმ შესრულდა ეს სიტყვები და აბრაამი შეიქმნა თამიმი ვინაძრობა ვის აბრაამა ნოახ აბრაამი ეუნება მამრეს მეო ბევრი მტერი მყავსო ვაი თუ ომი გამამიცხადენ შენი ესო გარემო აიღენ შენი ოჯახი დამხენ შენ ტერიტორია შემეეჭრენ შენ დასაჭირავად ბევრი მტერი მყავს მინდა რომ შევსრულდე სრულიადად გამჩენს ვეკუთვნოდე მინდა რომ გავიკეთო ისეთი რითიც რომ დაიბადა გააჩინა ღმერთმა პირველი ადამი რითიც რომ დაიბადა ნოახი მინდა რომ ჩემი თავი გამჩენს ვაჩუკო მინდა რომ მოვინათლო შენას მირჩევ შენ ახარ ბაღალაბაითი ამ სიფცის ამ ტერიტორიის შენთან გმური ვარ ცხოვრობ ვალდებული ვარ გავიზიარო მამრე აბრამს ეუნება სვარი სიტყვები გემონები დავუკვირდით ზოარში 4ჯერ იყო შემაგამ ჩემმა ღმერთმა ბატონო აბრაამ გადაგარჩინავო ცეცხლში როცა გისროლა მიმროდმაო ცეცხლიდან ცოცხალი გამოგიყვანავო რო ჩამოხვედი გზაზე ერეცისკენ რო იარებოდი შიმშილი რო დაგდა ქვეყანაში მაშინაც შენი გამჩენი შენ გვერდში ბრძანდებოდავო ასევე როცა რომ ჩახვედი მიცრაიმში გამჩენი ბრძანდებოდა შენ გვერდითაო შენი მტრები ყველა დაგიმარცხავო როცა ხელმწიფეებს ომი გამოუცხადე ამ ხელა ბებერთელა მებერსაო არ დაუვიწყე ვიღარ გამჩენსაო იქაც გამჩენი ამოგიდგა გვერდშიო ვათითელი მაგენიშყეხა დავიდი წერავს ამ სიტყვებს ფსალმუნებში მე-18-ზე მიდრაში ბრძანებს ეს სიტყვები აბრამის სიტყვებია შენ იყავი ღმერთო შენი ფარვი რომ შველის და დახსნის მაჩუქე მეო შენ არ იყო რომ ამბობდი ამ სიტყვებსაო მამრე უნება აბრაამს აქედან გამამდინარე შენ გამჩენს დაუჯერებ ეხლაცაო წადი ჩქარა დაივილავე თავი გამჩენი ბრძანდება შენ გვერდშიო ეს არის მამრის სიტყვები ამართი ეს ბავშვობაში მაქ თქვამი ჩემით მერე წავაწყდი ამ პირუშ ზუსტად სიტყვა სიტყვით სასწაული წავაწყდი გაონხიდა საწერებში სეფერ პენედავიჩი მერე წავაწყდი გაონქელია კარის სიტყვებში მამრე რო აიღო სიტყვა მემ რეშ ალეფ
ოთხივე რაც წინადადება ამან აბრამ უთხრა ჩასმულია სიტყვაში მე მილხემეთ მელახინ მე მიარი ხელმძღვანელთან ომი მეორე მიცრაიმი მე მიარი მე მოდის რეში რაყაბ შიმშილი ალეფი ეშ ურქასდიმი ცეცხლიდან ურქასდიმიდან გამოგიყვანა გამჩენმა ურქასდიმიდან გიშველა შიმშილის დროს ამოგიდგა გვერდში მეფეები დაგიმარცხა ეგვიპტეში ფარყო მოგიკუთა წინეთ და ეხლა კითხულობო ჩემთან მოდიხარო გაიზიარო აზრიო მადლობა ღმერთსაო შენაირი კაცი ჩემს ზობრად რო ცხოვრო ჩემ გვერდშიო რადგანაც რომ მამრემ ასეთი სიტყვებით ელაპარაკა გამჩენი რო ეცხადება აბრამსავო სად ეცხადება უფალიო ეცხადება მიდამოებსა მამრისასავო ზეგი სადაც მამრე ცხოვრობდა იქ გამოჩნდა გამჩენიო ბელონება მრე და ის აბრამ იყო დამჯარი შინა შემოსავალსა კარვისას ქეხომაიომა სიტბო სიცხე იყო ხო სიცხე არის ულეცერ ტემპერატურა შელამაზგან ცათლის ადერშამა სიცხე ძალებს გებარა საათის მეოთხე დღე მეოთხე საათი დღის არის როცა აბრამი გარეთ არის დამჯარი დამილაებული სამი დღის შემდეგ მესამე დღე მილის და აბრამი ელოდება შეიძლება ვინმე სტუმარ თვალი მოუკრა ვინმე ოჯახში შემოვიყვანო ეუნება მის ყმას წადი მომიყვანე ვინმე გავიდა გამოვიდა ელიყეზერი ბრუნდება აბრამს ეუნება კაცი შვილი არ არის გარეთო პასუხობს და ეუნება აბრამი ენემუნაბე აბადიმ არ მჯერა შენი და აბრამი თვითონ დამჯარი არის გარეთ კარვის შემოსავალთან პაპანაკება სიცხე და აბრამი კი სტუმრებს ელოდება და დაინახა და აგერ სამი კაცები იყვნენ დამდგარი ზედა ემისა უცბად სამი კაცი დაუდგა აბრამს თავზე ვაიარ დაინახა აბრამა ვაიაროც ლიკრათამ მიბეტახაოელ გამოირბინა აბრამა წინაშე მათსა იმის პირისა სახესა კარვისაგან შეხვდება მათ და ეუნება აბრამი ეთაყვანება მათ და ეუნება ვაიომარ ადონაი ბატონებო ჩემო სამივეს მიმართა და ელაპარაკება არიან ამბობენ ადონაი რო წერია აქანა შემხოლ ზელოკოდეშ ბატონებო ჩემო მიდო სეპერდორაში თუ ეს სიტყვაო წაიშალაო შეიძლება თიგურის გაკეთებაო აღვირდით კარგად ელა არიან ამბობენ რომ ადონაი გამჩენ ელაპარაკებაო ამიტომ კადოშ სახელია წმინდა სახელი და სეპერდორაში თუ დაზარალებული არის ოთიოთები ალებ-დალები ანონიოდი ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ წაშლა შეიძლება მfkamina balacha יש על זה דיון בפוסקים בכל יעקב ועוד ספרים כאן תמוניה מציצית חזי דמו גידבו לי אשר ידעו על זה אדונאי אסלישתס פתאון נבות שמו אמת מרתבס אמת אלה ברגמת הוא גם כשנסעו ברבדה גם כשנלה ברגמה אהו נבמת פתאון נבות שמו אימונה מצדיכן בחנכן תוצבי פובנמה סיוארולובה חונג'ולובה שינתואלסה שנסה סמי אריאן אלה ברגמה תולה ברגוס מרולסובי סנית פתאון נבות שמו უნდა უთხრას ამათ იმნა მაცადი ხენ ბეყენეხემ בעברית თქვენ თვალში თუ ვიპოვნებე თქვენ თვალებში ხუნჯულობა და სიყვარულობა
და თუ ერთობისელი ლაპარაკობს, უნდა ითქვა თავიდან ბატონო ჩემო, თუ ერთს ელაპარაკება. სამთუ მიმართა, მერე რატო გადადის ერთობის ენაზე? დაიმასწორეთ. სამი ანგელოზია ჩამოსული. ორი ანგელოზი მოდის აბრაამის ოჯახისკენ. ერთი აბრაამ უმკურნალოს, მეორე უმახარობლოს, შვილი გეყოლება. რეფაელი ჯანმრთელობისთვის, რეფაელი მოაშმენე რაფე, ჩამოდის მიხაელი, შვილი გეყოლება, იცოდე, მალ წელიწად. ყველგან ჩემმა ბედნიერი, კაი მახარობლობა ყველა ოჯახს, ამენ. აია, სიგეთია ბედნიერება. მეორე მესამე ანგელოზი, ისინა ჩამოსული. გაუხროს გამორა, ხო ასეა? იმესამე ანგელოზი გაბრიელი ფეხია გადადგმული, რო წავიდეს სხვაგან. თუმის არის მოსული, სედო ყამორისთვის. რო დაინახა აბრაამა ორი მოდის სოაკითხენ, საღლისკენაო და ერთი მიდის სხვა ადგილისკენაო, იმას ელაპარაკა ჯერ ადონაი. ბატონებო ჩემო, სამივე თავის გელაპარაკებითო. და შენო, რომ მიდიხარო ბოდიშიო, ძალიან გთხოვო. შენც მოდი მობრძანდი, შემოდი ჩემ კარავში. შემოიარე ჩემთან და მერე განაგზეთ ის თქვენი გზა. ევანტე პირუშ. ვარი მედუიაკი. ლეამიდა შოთორა, კარგია. მეორე პირუში. ადონაი ბატონებო ჩემო. მაგრამ ყველა ბატონები სამი კაცი ხართ აგერჯი ხართ. აქანა ერთი არის მაინც ვინც არის უფროსი. ხოსია გზაში რო იარება, გზაში რაბი როცა იარება, თალბიდები გვერდებში დაყოლეთ, დაყვება. ვინ არის უფროსი? რაბი. გემარებზან ვინც დგას შუაში, ის არის უფროსი. არ მინახი არასოდეს მეფე იარებოდეს და მეფე უკნიდან გამოყვებოდეს მის ხალხს. ლოკაია. ფერარი დავითის სიტყვები, ურევენასე. ეშ როე, ეშ ნასი. რანი გასხვება? როე მწყებსი არის ბოლოში მდგომი. ნასი პრეზიდენტი სულ წინ არის დამდგარი. ესე იგი, მელეხი წინ დგა. უფროსი, ვინც რომ არის საქმის უფროსი, შუაში დგა ყოველთვის. ბალაბაიტი შუაში დგა. ამორჩეული კაცი ყოველთვის შუაში დგა. შუათანას ელაპარაკება. თქვენ გელაპარაკებთ სამივე თავისაო, მაგრამაო შენო შუაში რო ხარ მიხაელ აბალახ ელაპარაკება. რომელიც ყველაზე ძლიერი მათში მიღებული ანგელოზი მაღლაურებში ალნა თაყაბორ მეყალყავდი ხა. არ გაიაროთ. გვერდს ნუ უარს უმეტყვით. ნუ ამაშორეთ გვერდს. შემოდი ჩემთან. ჩემთან შემოყვან? დანარჩენებიც სულელანი შემოდიან ჩემთან. სიგვის ელაპარაკება ამ გაგებით ამ პირუშით, ელაპარაკება მიხაელ აბალახ. პირველ პირუშით ვით, გაბრიელ ელაპარაკება. მეორე პირუშით, სამში ვინც არის უფროსი, იმას ელაპარაკება. სამი პირუშია გემარა ბრძანებს. ვაიომარ დაინგრე დაიძახა უფალო გამჩენო ღმერთო ჩამოსული ბრძანდები მაღლიდანაო ინახულეთ ჩემი პირი მაგრამაო სტუმრები ვნახე მოდიან გზაზე და იმათ მინდა მივხედო ისწავლა გემარა გიდან ვსწავლობ შეგედოლა ახნასად ორხიმ იოთერ მეაკბალა ფერეშეხინა მეტი მაგარი არისო სტუმრის მიღებაო ვიდრე გამჩენის პირის მიღება მაგარი სიტყვებია ესე მაგრამ გემარამ დაადგინა გედოლა ახნასად ორხიმ და გამჩენი გავალებს ამას გამჩენი გეუნება იყავი სტუმართა მოყარე იყავი მოყვასთა მოყარე ყველასთან იყავი ადამიანურად განწყობილი მიმხები ყველასი ხედავ ადამიანს სტუმარი კაცია პატრონი არ აყავს გაუღე კარი ჭიშკარი შემოიყვანე შენ ოჯახში შენ თუ გაუღებ დელეთ დამადლიანდები იცოდე ეშია დადებითი ენი არის უარყოფითი ეშ დადებითი ენ უარყოფითი რო ჩადგა შუაში ეში დალეთი დელეთი კარები რო გააღო დელეთი არის კარები რა გამოდის თქვი
შადაი თუ ჩადგამ დალეცაო დელეცაო გააღებო გამჩენი ბრძანებს შადაი შემოგიღებს ოჯახშიო და რაც არ უნდა უარყოფითი იყო ენა უარყოფითი რო იყო შენ თუ სტუმარ თამოყარე ხარ და ჭიშკარ გაუღებ კარებს გამჩენი ბრძანებს მიიღეს სტუმარი კაც შემოიყვან სახლში გამიმართავ ვიფხინათ ენ რათა ფოტეახ დელეთ შენი ალეფი იოდი და ნონი დაუმატე დალედი გამოდის ადონაი იქანა გამჩენი ბრძანდება შენთან მიდომარი ორეახი არის ორ ჰადაში ეს მაგ საკითხური სეფერ ხაიმში არის სეფერი რომელსაც ქვია სეფერა ხაიმ ასე ქვია სახელად რაბხაი ვალოჟინერის ძმამ დაწერა რომ ხელა კაცი ბრძანდებოდა გავმივირა სალვიდი მაგ საკითხური რაღაცა ბავშვობაში მაგ საკითხური დიდი ხალია მასობს ადამიანო სტუმრის მიღებაო შეხირის პირის წინაგებებას ჯობსო გამჩენი გავარებს თორაში ჩემს სიყვარული შვილო გვერდზე დადები ჯერ შეიყვარა შენი მეგობარი ამჯერ მაგათმა კიპურის ალახოთებს შეგანა მაგათმა ჩვენ ეთერში ნუ დადგები დაიწყეთ გამჩენიდან 1000 აშამნო ბაგადო ჯერ შენ მეგობარ მოთხოვე ბოდიში მეხილა ბოდიში მოიხადე მაქანა დაბლაურებში მოიხადე სედოყამორას სოდობრანში რა ფერწერია სედოყამორას დაუგვირდით როცა ამ ფარაშაშია ხო თქვი რომ ფარაშა ამაზე ლაბარაკობს სედოყამორაზე და გაგადოშ ბარუხ ბზანებს თორაში ვაიომერა დონაი ზააკაც სედომ ვაყამორაკი რაბა ვეხატა თამკი ხავედა მეოდ კივილი რომელიც რომ ამოდის კივილი აუგვირდი კივილით ამას კი ზეყაკა არის რიტულად ზეყაკა კივილი მაგრამ ზეყაკა როცა კივილით მოდის კივილი დაკივლული ნატკივარი სედომ და ყამორის გამბრავდაო და სოდობრალი მათი დამძიმდა ბეტათაო თორე გაორმაგებული ენები საგაგად სედომ ამორა კირაბა ვეხატათამ კი ხავედა მეოდ ორარი სოდობრალი ტრიალობდა იქანა ერთი სოდობრალი გამჩენთან ამას თქვა ვეხატათამ რაც შემომწოდენ მეო ხავედა მეოდ დამძიმდა ბეტათაო მაგრამ სანამ ჩემამდე მოვალო მანამდე ზაკაკაც სედომ ამორა კირაბა შიგნით ერთმანეთში წაგლეჯვა წართმევა გალანძღვა მოკლა შეხება ფიზიკურად თანით მორალურად დაგლახაება და მცირება აგდება წართმევა ხალხის სიკვდილი მოკლა დასაჯვა წება უკანონობა რაც ერთმანეთში არის ჯერ ეს მოვიდა ვნახეო ესე იგი ბენეემ მათ შორის ერთმანეთში ადამიან და ადამიანთა შორისო ესეო ძალიან მოდისო ჩემ ყურამდეო და მერე მოდის ჩემთანაო მათი ცოდო რაც რომ გააკეთებ ჩემთან ჩაიდინეს ჩემთან პირადადაო მერე მოდის ჩემთანაო ჯერ ამოვიდა გამჩენთან პირველად თვით ადამიანი და ადამიანის შორის გამჩენი რო ამბობს ჩავიდეთ და გავასამართლოთ აუგვრით სიტყვები ერედანა ვერე აკეცაყაკათან ჩავიდეთ და ვნახომე კივილი მისიო ჩემთან სოდვაზე არაფერ მოხდი ჯერე ფსაშელსაო მაგ მიპატიებია დაუშვათო მაგრამ წაკათა შიგნითური კივილი ძალვა ძალის დატანება დატანჯვა მოკლა დამონაება შეხება ფიზიკურად ეს სიკვდილიანობა ამას არ ვაპატიებო რა ყოფილა მეტი თქვით რა გინდა შორა წავედი თუ ფარაშა დაგიდიზიარი ყველაფერი შევა გამჩენდა ადამიანი შეცოდო რაღაცას და დადგე ილოცო მონანეება გააკეთო თეშუბა კარგი წესი როგორც რაც რამბამი თავის დილით ალაგით რა თქმა უნდა ხელი ჩარტყმებით კი არა ასე ფიზკულტურებით კი არა არ გეწევათ მარხვებით კი არა რომელიც მარხულობდა თელმომსოფლიობის რომ მარხულო ანუ მარხვა კაპიკად არ ღირს
სეფერხაზინი წერავს კაცი მარღულობდეს და ყოლა მაიცოდეს და ამაზე კიდე ქაბოდგებულოს და პაგონები იდება ევიჟო ამ ხერა მადლიანი ყოფილაო კირიგით ესეც შედის უკვე გამჩენთან სოდობრალის ანგარიშებში პირი გამჩენს სამსახურით ქაბოდგებულობსო და ცედაგას საგედე და ყოლა მაგაიგო შენი გაკეთებული მადლი არა დამალული ცედაკა თუ სიამუნო იმ ცედაკით გაცემით შენ პირადად სიამუნობა გაქვს მაგიდან ნაკლები მადლია იცოდე შენ მადლს საკეთე მადლად გეწეროს შუმად არავის საჭირო ამის გაფორმება ვეაიაკებები აფლე მაყლა პასუხი არის რომელი არისო რისხვას რომ კუტავს გამჩენის რისხვას კუტავს რა არის რომელია ესეოდა ქემევი მევი რა არის მევი რომელიც რომ შუმად გააკეთებსო დამალულად დაფარულად მათან ბასეთერ იხფე аф რა შედებოდ მევი მათან ბასეთერ იხფე аф შუმად გაცემული მოკვდავს რიცხვას სიტყვა მევი როცა გაიტან ქესებ მაყოთ მაგრამ შუმად დამალულად კაცმა რო არ იცის რო ვერ იგებს რო არ შერცხვება მიმღები და ძალიან პაგონებ რო არ ადებენ გამცემ ამითი რო არ სარგებლობ ეს შუმი გაკეთებული მადლი პირდაპირ გამჩენთან არის ჩაწერილი აი ეს არის მადლები ჯერ იყავი ადამიანთან ადამიანი ამას სწავლობთ ახლა ახლა ჩვენ და მერე მოდი და გამჩენთან ჯერ ადამიანთა სიყვარული შენ მოყვასესთან შენ ამხანაკთან და მერე შეყვარება გამჩენთან ვაიკრაში სეფერტორის მესამე ხუმაში მესამე წილში ჯერ წერია შეიყვარე მოყვასთა შენი როგორც გიყვარს საკუთარი თავი შენი ეს არის ოქროს სიტყვები დაწერილი ჩვენ თორაში ეს არის ბრძანება გამჩენის შეიყვარე ადამიანი მერე მოდის მეხუთე ხუმაში მეხუთეში ბოლოში სეფერტორის ბოლოში ვეაფთა ეთადონაი რო ეხა შეიყვარე გამჩენი ღმერთი შენი ჯერ ადამიანთან გასწორდი ხავი კარგი ვაიომარ ადონაი უფალო გამჩენო ღმერთო შენთან მაქნასწავლი რას ნიშნავს სტუმრობა და სტუმრის მიღებაო ძალიან გთხოვ თუ მცვიპოვნე სიყვარულობა შენ თვალშიდაო ნუ მიმატოებ ნუ წახვალ სტუმრებს მივხედავ საქმეს დავაწყობ ამა თუ პატრონებ მერე შემდეგში გავაგზელოთ მე და შენ დისკუსია მოლაპარაკებაო ჯოვინი აგდეს ამას ეს ის ლაპარაკება მესამე გაგებით კომენტარით პირდაპირ გამჩენე ლაპარაკება ამ გაგებით ადონაი რო წერია აქ რა გამჩენზე ლაპარაკი ალბათ აღაბორ ვეყალავდე ხა ძალიან გთხოვ დარჩიო მიმართა ამ ხალხსა რომლებიც რომ არაბებ გავდნენ ხალხი დახური ყველაფერი იუკახნა მეყატმაიმ თხოვთ რომ ისარგებლოთ და აიღოთ ოდნაწალი დაიბანეთ იგი ფეხები თქვენიო ჩემო ჯანში რომ შემოვა ადამიანიო აქ მარტო გამჩენის სამსახური არისო თქვენმა ფეხებმა სადიარა რა ადგილზე იდგა რომელ სამსახური მსახურა გამჩენის გარეშე მე არ ვიციო ვერახაცუ რაგლეხემ ვეიშაღანუ და ხათაღեց მობზანდით და ჩამოჯექით ქვეშეთ ჭდილსა იმის ხისასა მიდრაში ბზანებს აბრამა ვინუს ჰქონდა დარგული ხე რომელიც რომ ადამიანებ გამოციდა მხითაო და აჯენდაო თუ გადაიპურჭკნებოდა უცბად ხიდან გამოვიდოდა მისი ფოთლებიო შტოებ დაიბავდა დაჩდილავდა იმ ადამიანებს ყოფილან განყედი შვილებიო და თუ არა მაგალითად თუ ნაბაროთ ხის ყველა ფოთლები მაგვისკენ წაიმართებოდა და გაიმართებოდნენ შტილის ღირსი არ ყოფილან აი ეს ხალხი იყო რაშაკი უბედური ბოროტი ხალხი სიუ აბრამის ნიშანი ვეიშაღანუ თახათაღեց ნახეთ რაშის პირუში ვეიშაღანუ თახეთაღեց ერთ სიტყვას ერავს რაში
რა წერავს? თახატ აილან. რა გასწავლა რაში? რა გასწავლა რაში? არ წერია გეთ თორაში. ვეიშაღანო თახატ აღეც ქვეშეთ ხესა ჩამოჯექით. წერავს რაში რა არის ხე? ხე და ბურჩული ხე. ხოლო ხე შეიძლება ესეც ხე არის, რაზეც ახლა დარაშო. სტანდია. აიგე? ხისთან წარმი არის, ხიდან აღებულია, გასანიშნებულია. ხო იცი, ოსტატებმა გააკეთენ, გაჭრენ, მოჭრენ, თავის ზომებით, გამოიტანეს, რაც გამოიტანეს ჭურჭელი. ესეც ხე არის. ნაწარმია ხის. მაგრამ ხე ომერ რაში რო წერია განად ჩამოჯეკიდო ხის ქვეშო ეს ანიშნავს ნატეხი ხის ნატეხი იყო დარგა აბრაამა და გადაიფრუჩქნა ხეთაო თახატ აილან კი ხე არის მაგრამაო ეს გადაიქცევა ვებერთელა დიდი განშტოებით კაი დოლათიან ბედნიერ ხეთ თუ ხარ ბედნიერი ხალხიო ესე მიდრაშში რაც რაბებმა დაწერა რაში კომენტარში ერთ სიტყვაში ჩასვა ფერი მიდრაში ყველაფერი ბემილა ახაჭერაში აბა ესე რატო იცი რატო ამ დარაში ბევრი ისმენს და ბარუხ ჰაშემ ახალგაზრდებიც კაია რომ იცოდე რაში თითო სიტყვა ამა თეუნება მეორე ფირუსით მე არ ვიცი ვინ ახარ თქვენეო აბრამ არის არაბები გოლა არაბები მაგრამ მეორე მხრივ იმ დროს მოვიდა ედაროცვილი არაბები როცა გამჩენი გამოჩნდა აბრამთან აი თუ არ არიან არაბები აი თუ არიან ანგელოზები აბრამ ფიქრობს აღვილი לא יודע. אתחיל, הפרק גמרשי. זאת אומרת, שום משהו דזרשיו, כמדו חשדהו. צעלן הוא גדל בבי. נגיד, אני זוגר תיאביץ' אוסטום תמורה, קרגיע כל הפרק, כבודי מייצי, פחדי מייצי מגרם, מאורת ואני גקנס מייץ, שנה לצבינרי. חיזלתי חבי, נגיד, לאברמיץ, נתפדיל צם סמת, קאי חרד, ביצ'בו שבודי, אבל לבמה גם שנידן, זאת אומרת, תמורה רבה. מגרם, שזה במרתה הרבי ביאריה. დაიბანეთ ფეხი უშემოხვალთ ამ ტვერით ყაბოდაზარიან ფეხებით შემოჯოში ძალიან ხოთ მეორე მხრივ თუ ხართ ანგელოზებიო რემეზაზებს რემეზ ნამიოგებით რა იუგახნა მეხათ მაი თქვენო ცოტა წყალი გიყოფათო თქვენ თუ ხართო მე რაცაც ფიქრობ რომ ხართო თქვენ თუ ანგელოზები ბრძანდებითო დრო დადგებაო ანგელოზებიდანაო ჩემი შვილთა შვილიო მოშე სეპერტორა ჩაიბარებსო. მაშინ დადგებითო ანგელოზები მაგლა და გამჩენეთბითო. აშერ თენაუდი ხაყალა შამაი. მიფი ყოლელი მიონგი მისადაყოს. აბა თორა დარტევე მაგლაო რატო აძლევ დაბლაურებსაო ატყდებით და მოინდომებ შანტაჟ აგვიდეხამდო რომ თორა დადეოთ მაგლაო. არის სურვებთ იმ თორის ხელიდან გაშვებას გაგდებასაო. რო ჩაიბარონ დაბლაურებნო. ეს მოხდებაო. მაგრამ მეკთხოვთო იუკ ახნა მეყატმაინ ცოტა წყალიც გეყოფათ რო დალიო თქვენეო თქვენეო საკმარისად იცითო თორა გაგვენასავლიო ღბათ კარგად გესმისეო და თორის ცოტაც რომ მიიღო თქვენეო თქვენი საკმარისი არისო და თუ იმას იტყვითო შენ რაო ვერახაც რა გლეხებ დაიბანეთო თქვენი ფეხებიო კარგადო გაისურთავეთო კედუშით ხარდო ვერაგლებრეგიდი შარა კედუშით ხარდ გამჩენთანაო და ვეიშაღანო თახატაღეს იმნაირ ხის ქვეშ ხართ მაღლაო თქვენ ახართ მალახი აშარეთები მარტო და სუნაო ვინ ახართ თქვენეო და თქვენ მალახი აშარეთი ხარ რასაც მეკიგრობო ვეიშაღანო თახატაღეს ხეც ხაიმი ლამა ხაზიკიმბა ხის ქვეშ ხართ გამჩენი ჭილის ხეშ ხართ და შეგიძლიათ იყოთ კარგად ბედნიერად და თორა დაუტევეთ შემშვილებსაო ძალიან გთხოვთო შახი წერა შახი სიფტეკოენი რა პირუშია როგორ სიტყვა ეც ხაიმი და ცადიგა 60 გამოდის ანგარიში მართლა როგორ გამჩენს სახელი იუდკე ვაბგე მაგით 60 გამოდის რა ფერ იუდ კაფულეი იუდ ჯერ 5 ეი არის 5 ხო იუდი არის 10 10 ჯერ 5 50 5 ჯერ 10-იც 50 რამდენი გამოგვივიდა უკვე 100 უკრავია ხელში ბავი არის 6 ეი არის 5 6 ჯერ 5 30 5 ჯერ 6 30 160 ხეც რემეს აძლევს ვეიშაღანუ თახატ აკეთს ხეც ხაიმი ბრძანდება მელეხმალხი ამელახიმ აკადოშვარუხუდა მის ქვეშ და მის ქისი აკამოდის ტახტის ქვეშ კი ბედნიერად ხართ იცოდეთო ვეგხან პატლეხემ
დავიღებ მე ნატეხსა პურისასაო და დაგიდებთო დაიმსუყეთ გულები თქვენი და შეშამეთო ახართა ავრუმ მერე გადიარეთ სადაც გინდა ჩაიარეთო კი ალქენ ყავართენ რადგანაც რომ მე კარგად ვიცი რომ ამისათვის ხარ თქვენ ჩამოვლილები თანაყმასა თქვენ სასაო რაც ყოლამი გაჩნდა გამჩენი ამ წუდებს ელოდებოდა ანგელოზები აბრაამთან ჩამოსულიყო მე მგონი რომ თქვენ ანგელოზები ხარტო და თუ ასე ადამიანი არ ცდებიო მაშინ თქვენ მისიას ასრულებთ როცა რომ ჩემთან მოსულხარდო ვაიომერ უეუნებიან თქვენ თაყასე კაშენ დიბართა ენგრეთაც უნდა გააკეთო შენ როგორც რომ ეხლა ლაპარაკობ ჩვენთანაო შემდეგშიც გააკეთებ ასეო ჩვენ ვართ მოსული სამახარებლოდ იცოდეო ზრობა მიცემ როგორც ამპურმა ილაკეთებ ეხლაო შვილი როცა გეყოლებაო მაშინაც გააკეთებ ასე პურმარისაო ბადლეხემ ვესაყადული ბეყენ სეყუდად მიცვა იდრაშაბა სიტყვებია უწინას წარმეტყვლენ მიცენ უკვე რემეზი რომ შემდეგში ციცოდე სამახარებლო ამბავი დატრიალდება შენ ოჯახში და ენგრეთი პურმარილები აწინ უნდა გაახშიროს გამჩემა შენთანაო ცომისვინ აბრამა აი მე აბრამა ველა დაუჩქარა კარავში სარასეულება ჩხარამარი დაჩქარე სამისია ქვილი ამორჩეული ქვილი პური ოზილე ჩხარა გააკეთენ ამ ცხოვრები და პური გამოაცხე ვინც იცის გემარა თალმუდი ვინც ისწავლა იცის შალოშ სეიმ ეს არის მიდატეფა აღონ გემარა ვინც ისწავლა ბარუხაშე ეს კალავგუდუ ყველა მისის რატო უთხრა აბრაამას სამისია გამზად თქვა პირდაპირ კაცარად ეფათ ლეხემ ეფა ჯო თუ მე შენ გავალებ კილოგრამი რო აიღო პური კილოგრამი რატო უნდა გითხრა შემიძლია სამჯერ 333 გრამი აიღე და გამიკეთე პური სამჯერ შედალო ცვილო თუ მაინც კილოგრამი გინდა რო გავაკეთო და ერთაგივე გამოდის ანგარიში ბოლო ჯამში მოკლედ თქვი კილო ეხად 1 კილო შედგება 1 ეფა რომელიც იყო ზომად ველებური შედგება 3 სეა ამათი დაკეთებერდე ხო თქვი ეფა არა თითოეულ პატივივცე ცალკეო თითოერთსაო ცალკე გამოუცხოთო აუგვი აბრამის სტუმართაპა მიღება ყურადღება ერთჯამში გამოცხობილი სხვა არის შენთვის ცალკე აპა აუგვი რადონია რას უკეთებს ამათ ეუნება შვილეუნება იშმაღეთ შვილო წამოდი ჩქარაო შენეო მე ახლა გავიბენო და სასტრაფო და ხბოები მჭირდება ხბოებიო დავჭიროთ და თითო ენა მივართოთ ენა ხბო გავკლათო ხბო და თითო ამდენი ახლა ხბოში ხო აიღე შენ ხბო კაი ბედნიერი ხო რამდენი გამოვა 2 კილო 3 კილო ნახევარი გამოდის ბემეთ გაზომილი მაქვს ვიცი დაახლოებით 3 კილო ნახევარი კაი ენა პირი ვებერტელა ჩო შედალო ცვირიშვილო რა ამბავი ახლა დაუშვათ ამათ ენები მიეცი იგივე ბრძანებს უნდა და რომელიც ამათვილი ლეშოროთ მეხარდალ ზიარაში თავს განზადებულობა ყველაფერი ბედნიერად ოლათიანად სარატეულობა დაჭრა მოჭრა მიტანა კაიჭამა კაისმა მაგრამ ამათ რას უშვები ამ ხბოე 200 კილოიან ხბოს არა პრობლემა დაიგლა ვიღაცა ჭამს სტუმრება აბრამავის ოჯახ სტუმრობა არ აკლდა ამ სტუმრებსაო დამომადგენელი გამჩემაო დამილაებული ვარო ვერდების სტუმარი ვერ შემომიდა საშიო ბარუხაშემ სტუმარი შემოდისო დამილაებულზე პირველიო და არ ვიცი ვინ არის და არის რაღაც აიჭვებარი ანგელოზები რო არიანო ამათ უნდა გაუზადო სპეციალური რაღაცაო ველაბაკარაც აბრაამ და თვითონ აბრაამა ხბოსკენ გაირბინა ძანებს დიდი რაბი აბრაამა ზულაი ბაბუა მზადდებოდა გავრხიდას რაბის ხავი დავიდა ზულაის ბაბუა სეფერია მისი სადაც რომ ვერსეგერედა წერანს და იქ არის მისეფერში ვალილი ბენარ ნუნალე ფიმანლოტოე 51 კანალზე ასე კი არის სეფერ კანალებით არის გაწყობილი იქ წერანს სასწაული წერანს რომ აქ დიდი ამბავი მოხდა
ერთი ანგელოზებიდან რეფაელა მალახი გადაიქცია მის სახე-პირი როგორც ხბო და გაიქცა. და აბრამის დებს ორი ხბო დაიჭირა ამ ბიჭმა, იშმაღელმა ჩააბარა აბრამა, მიხედავ შვილო დაკალიო წესერად ალახიდაო, რაში წერავს ლეზარზოვები წოჩიაჩია, შვილი წაბა, სტუმრის მიღება, გორარი უნდა დაკლა, გამზადო, დინით ალახი, ყველაფერი. მესამე გეცა. აბრამი გემეკიდაო. რო გემეკიდა იმდენი იარა ამ ხბომაო, აბრამი მეყარათ მეხპერაში მოიყვანაო. შემოდის აბრამი მეყარაში. დაინახა ადამი და ხავა. შეიძლება საინტერესო არის. მახპელა გემატრიაში რო იცოდეთ 175 გამოდის. აბრამა რამდენი იცოცხლა? 175. ესე რეონებიან, შენ იცოდე სათხარ მოსულიო? შენ წლოვანობის ამბავთან ხარ მოსულიო, რებეზაზრებენ. ანუ ესე იგი თუ ჩვენ მეყარად მახპელაში ვართო, მახპელა გამოდის გემატრიაში, მეაში მივეყამეშო 175 წელიწადი. რებეზი მიცე, კარგი. Čo rari eseo, sadvaro musuli razo, xbo, sacami da xbo, kakra xbo, qarari xbo, ანგელოზ ანგელოზ დაბრუნდა, თავის ადგილზე, აბრამი ეძებს. შენ გამჩენ მოგიყვანა ხანაო. რო გაიგო ადგილი რა არისო. რამდენი ხარ შენ? ხლა 99-ისაო. რა გააკეთე გუშინ წინავ ისეთიო, რომ გამჩენ შეუყვარდიასო. დავიბილავი ჩემი თავიო. გადაწყვეტავ შერობილა გააკეთე, რომ შენ აქ უნდა დასაფლავდეო. მე ვარ ადამიანი, არის ჩემი ცოლი ხავაო. ვინდამადლიანდება კიდე ამ ადგილსა, ეს არის განყედნის პირიო. ხლა შევარ ტრიზეკრედებში 1365 წლით ადრე გაჩნდა განყედენი, სანამ გაჩნდა ეს ქვეყანა. ესე იგი, როწერია 7 რამე გააჩინა გამჩენმაო, სანამ გაჩნდა ეყოლამიო, მათ შორის არის ერთი განყედენი. რამდენი წლით არ წერია, ხო? გამოჩენილად. ახლა მე გეტყვით, გიმხელდაგე. 1365 წლით ადრე გაჩნდა განყედენი, სანამდეც გააჩინა გამჩენა ეს ქვეყანა. განყედნის პირი უერთდება მეყარათ ამახპელას, სადაც მამებია დასაფლავებული. რო იცოდე, იქიდან მოდის და მერე გადის განყედნისკენ. არ არსებობს ლოცვა. ჩვენ რო ლოცვირო, სადაც არ მილოცოთ, რო არ შევიდე შენ მეყარათ ამახპელაში, მამებთან, მამების ნალოცავთან ერთად შედის და ადის იერუშალაიმისკენ და ადის გამჩენისკენ. შეიძლება ხოს გამჩენ. სადაც არ უნდა ილოცოს ისრაელის შვილმაო, ვეითპალელუ ელეხა დერეხ არცამ. დადგებიან და ლოცვას ჩატარებენ წინა შენსა, ჩერეს ქვეყნითა მათითა ერეცით, სიდან იერუშალაიმიდან, არამორიდან, სიდან ბეთამიგდას ადგილიდან. არა სიდან მოდის ლოცვები, ჯერ მეყარაში შედის. აბრამის ხაგა ყოლოცვილობენ. ნიხა, შახრიდან ყარბით, იმათი ნალოცით ერთად ადის გამჩენთან, ჩერეს იერუშალაიმი და მოდის გამჩენთან მაღლა. და ანგელოზები გამჩენეულებიან კეთერ ითენულეკა მალახიმ ამონე მაღლა ყიმყამეყა ისრაელ კებუცებმათა იახად, მაზე იახად, ერთად. დაბლაურები ყველანი იმ მკვდარი ცოცხალი იარსებობა, რომელიც ცოცხალით გალოცვილოს და ვინც რომ წასულია შოხნე ყაფარ სუყველანი კეთერიტენულეხა მათ ნალოცავიდან თაჯით დაგთაჯავთ გამჩენო ღმერთო გამჩენ თაჯავთ ჩვენ ყოველდღე თაჯვადებთ რა არის გამჩენის თაჯი ჩვენი ნალოცები ითხრება აბრამი ადამ არიშონს მე და ჩემი ცოლი სარა მადლიანდებით ამ ადგილ მაგრამ უმიახარაი ჩემ შემდეგ ვინ მადლიანდებაო შენი ვაჟიშვილი იცხაკი და მისი ცოლი რივკაო რო შვილი არ ყავსო იცხაკიო სახვალო სახში ახლა და გიმახარებლებენ იცხაკის დაბადებასაო და რივკა ვინ არისო იცხაკი რო გადარჩაო იცხაკიო შენი შვილიო რო გადარჩებაო ამ თავის პროცედურებსაო მაშინ მოვა რივკას ამბავიო და გაიგებ რივკას დაბადებასაო დაიმახსოვრე სახელი რივკაო ვინა კიდე მათ შემდეგოდა იაყაკობი და ლეაო ვინ არის იაყაკობიო და შენი შვილი იაყაკობი იქნებაო იცხაკის ვაჟიო ეს რომ მოისწინა აბრამა
მასალი სეპერტორ აფქერს არის სეკრეტი წერავს. ველაბაკარ რაც ავრაჰამ ომრი მიკუბალინ კავალისტება არტიკრა ველაბაკარ ელა ველაკევერ საფლავისკენ გაირბინა ბრაპორცელი ბალეტოს ხოჩი და იყოს რაღაცა თორცელი მაგრამ კაბალისტებში განთქმულია ველაბაკარ ევამატებ კიდე არტიკრა ბაკარელა რივკა უმახარობლენ რივკას დაბადება უმახარობლენ იცხაკის დაბადება ბეფი შარი დიდრომა უსილდეთ სადიგენ დიდბარახ უბილშონ ხასი დიდ გადაშუ კერებგედოში იტალა რატო არის იქანა იცხაკი და რივკა ჩასმული ერთმანეთის გვერდში იგივე ორივეს მახარებლობა ერთად მოვიდა სანამ ანგელოზზე მაუთხრენ გაუმხილენ დაეუნებიან აბრამს ვაში გეყოლება იცხაკიო ადამ არის შორმა და ხავამ გაუცხადა და უთხრა შვილი გეყოლება იცხაკი და ცოლი მისი იქნება რივკაო დაიწყო აბრამ აბინუმ და ამათმა ერთად ადამა და ხავამ სიმღერა გამჩნდან ბეფიე შარიმ თითრომა უსიფთეთ სადიკიმ თითბარახ ბილშონ ხასიდინ თიკადაშ უბკერევ კედოში თითალალ ჩასმულიც არის იცხაკ რივკა ზე ხაღაბრეფერ უთხარი მე თქვენთან ვიყავი თქვენთან მოშე ზიზოვის ხანუქად ბაიტი რო იყო ერთად ვიჯექით სტოლზე და ავსია შეკითხა რატო მომბობთ ამას რატო წერია იქ იცხაკი და რივკა და ძალიან დაინტერესდა თუ გასულ ხაღაბრეფერ ხოშული საინტერესოა მართლა ესეო რა არის მიზეზიო და სეკრეტი იქანა თქვი ვიდარაშე მეცის ამბავია 18 წლის ამბავი 20 წლის ამბავი დაახლოებით მოკლედ ახანა მაგარი სეკრეტია რო იცოდეთ ეს რომ ისმინა აბრამა ბინუმ სახში ბრუნდება ხლა როცა უკვე იცის რომ ესენი ანგელოზები არიან ადამ უთხრა წადი ოჯახში და იმახარობლე ანგელოზების პირიდან იცხაკის დაბადებაზეო აიღო აბრამა ხემა ვეხალავ ერბოდარზე და იგი ხორცი ხბოსი რომელიც რომ გააკეთა დაუწყო მათ წინაშე მათსა საჭმელათაო წერამს ადგილზე თოსაფოთი წერამე რატო დაულა გააბრამა ხორცი და რძე ერთად ამათსაო არ გავუყობიაო ხა მე რო შემეკითხო მაგას გეტყვით თორაშია არ ნო ეხრეხი ვაიკა ხემა ვეხალა უბენა ბაკარა შენყასა ჯერ შეიძლება ჭამენ საყველე და მე მიაყოლენ ხოში ალახით ხოში შეიძლება კაცო ხლა მე ჭამა მაგალითად საყველეს ალახავ ზარებს თუმცა იცოდეს ყველა ალახავ ზარებს ჭამეთ ახლა ჩვენ ხაჭაპურები დოლათიანა კაივეტნიერი და შევდივართ უკვე გვინდა გაგზელება პორმალის და გვინდა ხორცე მოვიტანო სტოლზე ალახავ ზარებს იცოდეთ უნდა იყოს განსხვავება უნდა გააკეთოთ ბირქათ ამაზონი კაია უკეთესია დაამთავრეთ საყველე ყველაფერი მორჩით მე ხელახლა და გაშალე სუფრა ნუ გაგძელებ ხორცს და რძიანს ზეცეთ ალახით შეიძლება არა გაქვს პური ნაჭამი საყველე მაქვს ნაჭამი ყველი რძე დავლიე რძის შემდეგ პურით მე პირი გავისუფთავე წყალი დავაყოლე ამას ბევრი ხანი აღარ უნდა რო იცოდეთ ალახით რძის შემდეგ მე 5 წუთში თუ რაღაცა პირით ჩემი გავისუფთავე პურით სხვანაწარმით მაგალითად ნამცხვარი მივირთვი ხილი დავაყოლე ბოსტნეული გავიჭამე წყალი დავლიე დავაყოლე შემიძლია ხორცი ხრად ვჭამო იცადო და მაშინაც 6 საათ რომ ამო ბირქათ ამაზონის შემდეგ ბირქათ ამაზო რო გააკეთებ მე რეწევ 6 საათი არ გააკეთებული ბირქათ ამაზონი არ არის დაწყებული შენ 6 საათი ასე ჩანს უმრავლეს პოსტკიმებში ამაზე ალახაში მე დაწერილი მაქვს ძალიან ბევრი ახალგაზრდობაში ამაზე ბევრი პოსტკიმებში მაგრამ ცოტა ახმარი თუ ლაპარაკო დამძიმების სახით მაგრამ ასე ასაჭირო მაგრამ თოსფოთი წერავს ადგილზე აქანა სპეციალურად აბრამაო აურიაო მიცა მაგაცაო ერთადაო საყველი და სახორცეო ჯარატო და მერეო ანგელოზები რო იტყვიანო ანგელოზებიო მოშეს რო იტყვიან გამჩერ რო იტყვიანო რატო გასო თორა მაგალითად დატევეო ადამიანი რატო აზრო თორასაო მოშე იტყვის ამაცაო ბიზნეს თქვენეო
თუ ასე შემნახველები ხართ ორისაო რაფერ ჭამეთო ხორცი და საღველი აბრამის ოჯახში ერთათაო სი რო შეჭრა მახე დაულაკა თავტვა აბრამა გაუკაფა გზაშვილი მამა ვარ მოკლედ დაუდვა ამათ აჭამა ერთად ვეუყომეტყალებ და ეცვა იოხელო ვაი ომერუელა იკითხებიან მას აიე სარა იშტეხა საძანდება შენი ცოლი სარაო სამიკასი რო ჭამს პურვარი გამჩემა შეგვარგოს ყველა სამენ ბოლოში საქართველოში წოდრენ ესე სამიკასის ნაჭამზე ვიცოდით ხოს ბერახა ხოსია სამიკასი ბიჭიკას ბილოს ბირგად ამაზონში ვაკურთხებდით მაგ ნახული იუდა იოსებაშვილი იყო ჩემთან ნუ გაბაია ხელაგაცი მაგას დაუკვირდი მე ვნახე მარტო იჯდა ჭამდა აკეთებდა მაინც ქოსზე კურთხებას ამიგვირდა ბათხალა დავინახე ასე იყო თქვენ მინაგეთქვი კი მაინტერესებდა ნუ არი ალახაში აზრი ის ხამადეო შალოშ ვარბადეოდიეშ შულხანა რო ყვა სამი აზრი თორცე ალეხად ალ შალოშ ვალესე ნუ ზოარმა გადაწყვიტა სამიკას რო დაჟევა ჭამენ ვალდებულია უნდა გააკეთო გემარაში მახლოგეთია ბერაფოსკი მარიჩონი იადუაკია ანუ ეკერეს შავი კოლა დეტალი რო დავინახე მაგის მინაგი ჩაზერილი მაქვს რაღაცა რომ იყო საქართველოს ვარ გავარკვიე მე საჩხერის შესაკონიათ ხახამ ხისკოთი დროაშვილი ესენი მოწმობა მოვიდა ჩვენთან ბევრი მოწმობა გელაბარ 40 წლის ამბავ გელაბარაგებით 36 წლის ამბავ რომ ეს გამოუჩხრიკე ხალხის მოწმობა სახელებით იწერია ვინ მოწმობდა ამაზე რომ იყო ადგილები ერთშიც საკურთხებდნენ ვიშლი აკაზო არის აზრი პოსკიმებში მაგრამ სამი ვარდებულობა არის სამი რამოდენად ჭამენს ვერ კარგად ედიერად ბირგად ამაზონი აკურთხენ ჭიქა უნდა გაგზავნო ხო აკურთხებენ ბორეფერი აგებენ ჭიქაზე უნდა გავუგზავნო ქალ ცოლ ეკითხებიან საძანდება შენ ცოლის არა და მე შაშანო აქ ნათქვამი შიდურში ვინც დალებს ბირგად ამაზონი ჭიქას ჯანმრთელობისთვის კარგია მორჩებაო შენი ცოლიო აქამდე შვილი არ ეყოლებოდა ახლა ეყოლება შვილიო ჩვენ ლოცავთო სად არის გარემეზებული აიე სარა იშტეხა რა შედებოდ ესა აიე ალებ სარა შინ იშტეხა ალებ ესა კოს ეშუყოთ ესა ამ ჭიქას ვინც მოსვამს ბირგად ამაზონის ბოლოში იცოდეს რომ ეხსნება ეშუყოდი გამჩენიდან ყველა მოწყობიცეს გამჩევა კაი ჯანმრთელობა არის კიდე მეგონდება ამონტყოფო ხალხო არის ზოგი ამონტყოფია და ბევრი მიკითხება ხანდახან აბი რას გვირჩე და მე უბრალოდ რაღაცეებ რაც თორაში წერია ხოლიმ ანაშიმ ხოლიმ დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები ამონტყოფი ხალხი მეტომეტეს გაუფრთხილდით ბირქათა ლევანას ეს კერო და მიდიმაელე დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები გაუფრთხილდით ბირქათა ლევანას გედოლა ახრასად ორხიმ იოთერ მიაკბალათ პენეშეხინა სტურის მიღება აგერ მოარჩინა ხალხი დაუბრუნდით კაცი როცა ბირქათა ლევანას აკეთება დამიკაბელი პენეშეხინა სოთოლებელი ეშპო ინიარ რეფუი ჯანმრთელობა არ შევალეხლა კაბალის დეტალები არის მარტა სუფთა კაბალის დეტალებია მithumedes ბირქათა ლევანას როცა აკურთხებ თვალის კურთხებას და თვალები მაღლებთ მაღლისკენ თვალები ცოდეთ გამჩენ უყარს ზემოთ ნახული ტურში ტურ კოტებეზე თვალწდები ანუ 112 თავი ორახაიმში წერას გამჩენ უყარსო ისრაელიო თვალებ რო ატრიალებსო მაღლისკენაო შამაიმისკენაო რატომ ყოველთვის ირად შამაიმ კაცი გამჩენს მოსჩეს ვამბობთ ეუნებით იერე შამაიმ მაკავანა მაღლისკენ იყურება გამჩენი შიში აქ და გამჩენო შეცკივი უყურე იცოდე ადამიანში ჯდება ტანში გამჩენი შიში იცოდეთ ეს და იმასობრეთ ესე ნებუქადნეცარი 7 წელიწად პირველ ყადღო გარაქცეული და როცა ბრუნდება ადამიანის წყობაში რაფერ დაბრუნდა ვეყენაიბი შმაია ნეტალით თვალები ჩემი მაღლისკენ მოვიმაღლეო უცბად დამიბრუნდა ჩემი გრძნობა და ჩემი დააყათიო ვიდრე წერია დანეჭში და შევალ ბევრი ამაზე ბევრი მაგ დაწერილი ერთ ადგილზე მაგრამ სეკრეტი არის კაბალიდან იცოდეთ ყურება ცისკენ ყურება კაცი რო იყურები თვალებ რო ატრიალებ გამჩენისკენ და როცა ლოცვილობდა გამჩენ შეთხოვას თვალებით გადატრიალებული ღმერთო მამა ჩვენო ყოლის გამჩენო მოგვეცი ეს და გომადლიანი ამას დარწმუნდით გეუბნებით ღიად გეუბნებით ყველა ჩემნაირაბის თუ სხვანაირაბების და ვინც არ უნდა ვიყოთ ყველას კურთხებას ეს თქვენი ნალოცი გიჭობთ ილოცეთ გამჩენდა ელაპარაკეთ გამჩენს
აი ეს არა იშტეხა სად არის შენი ცოლი სარაო ეკითხებიან ეუნებიან შენი ცოლი სარა რომელ ქალები ეკუთვნისო არიან ქალებიო დიასახლიზები არიანო და საქმეს აძლევენო მოსამსახურებსო არიციან თვითონაო რა ხდება მიდბახში სამზეუროში წარეფა ქაშერი არეული საყვარე სახორცე ხო იცი მარილი ყველაფერი მარბინა ზოგჯერ ხმარობენ მარილ ხორცში ვერ ხმარობენ საყვარეში ამჩერ ვაიცის რამდენიმე დრო ხდება რომელ ქალები ეკუთვნის შენი ქალი რომელ შენი ცოლიო ეკუთვნისო იმათ რომელიც თავზე ადგია თვითონ თუ სხვება ბარებს ყველაფერს ხათარსობებს ეუნება ა ブラ ამი ამათ კიდევ ჩემი ცოლი ცოტარიცო ინებაოელ მაგას ერთი ნიშანია აქვს სარა სადაც არისო იქანა ბზანდება გამჩენის შეხინაო ანახეთო გამჩენის ღრუბლის ადგაო აგერდგაო სარა გერძანდებაო ეუნებიან ვაიომერ დაიწყო ლაპარაკი მიხაელა ამალახმა შოვ აშუველეხა მე მიხაელი დაბრუნდები კიდევ იცოდე იმართ შენსაო კაკეთხაია ხლამსუდას ამ ცოცხალ დროში კაკეთხაია ამ ცოცხალ დროში დაგერ შვილი ეყოლება სარასაც სორსა შეცა რას ნიშნავს სიტყვები ცოცხალ დროში მაზე კაკეთხაია אומר רבנו הרלב"ג, רבנו לוי בן גרשום, גדול, פירושיאק, מלך מזה צרפסה, מלך מזה. אמבוס, צוטיו, צעסוליו, אמסקויה קודרי צוטיו. צוטי ממאולי, דרו, צוטיס ממאוליס, אס ג'ררן קפדבוליו. רסו צוצחלות שונה. გეკითხები? ცოცხალ მომენტ ეხლა. რაც ეხლა გიგავია ხელში ეს არის შენ. წასული კუდარია, მამავალი არადაბადებულია. რა ცოცხლო? ეხლა ამ წუთას ბაოვე, სადაც გახარ შენ. ეუნებიან, აი, კედელზე დაგინიშნავ შენო. დაგიხაზავთო. კაკეთხაია, ეს სეკუნდი ეხლა რო არისო. ზერო დადგება მომავალ წელიწად ამ ადგილზე ამ წერტილზე შენ ცოლ სარას ბიჭი შვილი ეყოლებაო სარას ესე ესმის ვესარა შომაღად პეტახაოელ დიასახლიზი ქაშერი კაცებთან არ მოვიდა ყველაფერი ესმის შემოსავალში ჭიშკართან ვეუახარავ ანგელოზიც დამდგარი იყო გვერდში არიან ამორი შმაღელზე ლაპარაკი ვიაბრამ ესარა თორა მოწმობს მოხუცებულები ზანდებოდნენ შესულები არიან უკვე სიმდღრეში სიცოცხლეში და სარას უკვე დედობა ქალობაც დაგარგული ქონდა დამასკი სარას უჯრედიც ადგილიც სადაც ბავშვი იბადება შილია სადაც რომ ბავშვი სარგებლობს თავის წყლით, საჭმელ სასმელით, არსებობით, სიცოცხლის უნარით, ესეც არ ქონდა ქალობის. სარას დედობა სულ არ ქონდა მეტი დაწერილი, კაცო. ჯერ ერთი ხანდალიოტე სარა ორახ. მეორე לא יכולה ללדת. היא הייתה חגרה, ושרה ישת אברהם חגרה. אין לה בלד. ותצחק שרה בקרבה לאמור. שרה צ'ייצילה גושי. ג'ררתיו, אחרי בלותי הייתה לי עדנה. ועוד דעצולדה שמסחרו לטעני כל הפרים. ראו החלה, חלגזדה ביו, חלגזדה גוכתה ביו. והוא חלגזדה גוגונה. אמרת גדה מקצה ביו, רזו מרמו בנסד. מאוד שמבטוני אברהם מחוצבולי הריו. אברהם גידי שולי, עולה פרק עולה בה, שולי. כמשני עונה בה, אברהם, סיברתי לו, אמרה לו, כגבית, שרם אברהם דעתו מזזי, ואדוני זקן. ואדוני צ'מי, מחוצבולי הריסו. אז כמשני עוד כוסי, אברהם מסוין, שזה דעתו חליו, שרם מאוד, צ'מי כמרי, מחוצבולי, אז עלה הרע, קרב ניסו, סצחל סו, אמה שולי עולה, מדיע עולה,
ეს რო ეტყობა შური ამბავი სახში არ რასეუნება რასე გამჩენი აბრაამ რასეუნება რატო ჩაიცინაო სარავაო და რატო თქვა მე მოხუცდიო სარავო მეო ესე გამჩენი მას ენა კი არ მოაქვს აბრაამთან ზუსტად რაც არა ვილაპარაკა აბრაამ რუდადო მიზეზი არა სარა რატო ამბობსო მე სარა მოხუცდი დაუბერდი ძალა აღარა მაქვს შვილი აღარ მეყოლება რო შვიდობა ცოქვარ შვიდობა ჩემეგდო და არ მოუტანა გამჩენმა ენა როგორც იყო იქ არა ზოგიერთები ყველა გამიგონი რაც უთქვი ადამიანს იწვია შარჩა მოგდები ლოლეყე ელუდებარი შედავსებდა ოხელ ფეროდება ყოლაბაზე კერვინოდება ყოლაბა არის ხო თუ არის ადამიანი შვიდობი ჩამოგდები ადამიანი შუა მე ადამიანი ხაბერო ბერიშტეიშტო ჩამოგდებ შვიდობა სოდე ეს იმნაირი მადლი არის ყოლაბას იურათა სარგებლობდა შენი ქირაი ყოლაბა რიწყდება გამჩენთან ხლა მაშა სადამე გაიგი აქიდან ნაბაროთი ვინც არის შურის ჩამოგდები ლაშონით რო ალეხე გაჩაო ყოლას გვაპატიო სამე ყოლას ხეშობა მიიღოს აკადო შوار ხო ამილირაცო გამჩენეუნება აბრაამ აიფალე მაშინ დაბა რამე გამჩენი გაუგვირდება კაცო დებადაი შვილი ეყოლება რო თქვი ეყოლება შვილიო აი პირუშე ბევრი არის შაშანენა მე თუ არ ვწდები შაშან გავა პირუშე ჩვენ ეთერში ძალიან ღმად ეს თემა და არ ვიდა რომ დავბრუნდე მაგ თემაზე რა იყო რა იგულისხმა სარამ და რატო თქვა რატო ილაპარაკა ასე ერთი პირუში თქვი ასეთი მოკლედ ვიტყვი სარამ შენო პატივცემულო სტუმარეუნება სტუმარა რატო ჩაიცირა სარამ შენ რო ამბობ მავალწელიცა დავბრუნდები კიდევ და მოგილოთ სამთოშვილის დაბადებასა რა იმედი გაქვს რომ სოცხალი დარჩება ნამდვილად ვადონი ზაკე შენ პატივცემულო მოხუცებული მზადდებიო და რა იმედი გაქვს რომ იცოცხლე საკითხული მაქვს რაღაცა ბენიშ ხაიში წერავს ერთ ადგილზე მეფემ ჩამოერა ტყეში უყურდათ რაში ზერათ იცოდნენ მეფეები ნადირობდნენ ზე აიაბიშვილა ცაი ნადირობა ჩიტების დაჭერა უიზდებდე ტოპებით იყო თუ ისრებით იყო და კაცი იყო მაშუდელი წყობა და დღეში თელი დღე დაგანცული დაღლილი რაღაცა შუადღის დრო არის შუადღის მოსვენება უნდა გაშალე ჩქარა ფორმალები აკეთი კი და მოკრა თვალი მეფემ შორს რაღაცა ერთი მოხუცებული კაცი წერიანი წყემსი თავის ცხვრით ასე ჯოგით გასულია და წყემსობს ხელმწიფემ რო დაინახა ეს მოძრაობა ნუ მარტო რა დამждე ხლა კი ხავდა თავის ხალხი მაგრამ მოდიეთ ვიღაცა სტუმარი კაცი მაინც ორეახი ორხადაშია ხო ის ორხადაშ რაღაცა გავილაპარაკები საუბრე პატარადი რაღაცა გავიგებ რა ხდება არემარეში ჩემს სახელმწიფოში ვინ მოკდა ვინ მორჩა რა დაიბადა რა ხდება ხო იცი რა საპარაგობენ ჩემს ზურგუგან მოკლედ ბატონო ჩემო კომპანიას ხარ გამიკეთებ ორ დავჭირეთ ვისადილო კარგად შუალღი არენია ბატონო მეფეო წმოდა ფეხზე ამ კაცმა დიდი თაყვანიცეო პატივცემით გენაცვალა ჩემი თავი მაგრამაო ებრაელი კაცი ვარო ებრაელიო და მეო მარხვა გადაწყვეტილი მაქვს მარხვა ჩემ თავზე დღესეო მარხულობო რადგანაც მარხვაში ვარ და არ მეჭმევ არა ჩვენი მარხვა რა ჩვენი მარხვა არაფრის ჭამა გძალულია ყველაფერი არაფერი არ დადება წყალი მინც მარხულობ ბოლომდე ზოგადად ზოგიერთ რო იგონებს მათ ვარო შიმშილში ვარო და თურმე ნახევარ კილო თაფლებ ყლაბავს აი ჩვენი რა არის ერთი საქართველოში აი ჩვენ ნახევარი ვიღაცა მითხა მაგრამ არ დავუჯერე ჩვენთან აი ხსებას რაღაცებს ხო ან მარხვაში ვარო და არ მეჭვარდებელება წყალი ბოდიშიო არაგზე ვილაპარაკობს ოთხაზე ვინ იყვის გვინოს რა თქმა უნდა რო არა ბოდიშ ხოვილობ თენდანავ და მეფეუნება ბატონო ჩემო ბაბუო წიაო ამასაც ხო იცი ხლა ხალხაზავები ხნიერი კაცი ჭავარა პატივცემელი ხო იცი ადამიანობა თუ შეგიძლიათო თქვენი მარხვა ხვალისთვის გადადევითო და დღესო ჩემთან ხასიათი გამესწორიო ბატონო მეფეო შვილო ბატონო მეფე ამასაც დაგარაგება როგორც ბაბუა როგორც შვილო მეფეო ერთ რაღაცას თუ მამიწერა ხელსავრო ხوار კიდევ ცოცხალი დარჩებიო გადავდებ ხვალისთვის მარხვასაო აი ეს მოისვინა მეფემ ჭკვიანი ხარ მართალია ყველაფერი შემიძლია მაგრამ მაგას არ მოგიწერა ხელსავრო ამას ეუნება სარა მოხუცებულ კაცს შედაროცვილო რო ამბობო შენეო მავალ წელიწად მოვალო შემოგიღებ ჭიშკარსაო მოგილოცავ ჩვლის დაბადებასა ვიკეიმებ კიდეო
რაიმედი გაქვს, რო ცოცხალი იქნები, მაშინ ვადოლი ზაკენ. ჭაღარა გაქვს დასმული. მოხუცებულ კაცს გავხარ, ძალიან ხმათ მოხუცებულ სავალდა. ხატატამო, როგორ მოხვალ ბატონო ჩემო? ამაზე ჩაიცინას, არა? გაბიახოლ, იმაზე კი არა გამჩენმა, რაც რომ უმახარულები, აქამდეც ჰქონდა ნამახარულები აბრაამ აბინოს. პარაშა ლეხლეხაშია ბოლოში, რომ აბრაამი უნება გამჩენი, შენი ცოლი სარა შვილ, იცოდე გაგიჩენსო, დერგმასა იცხანი, იცოდა უკვე კაცო. ანგელოზებით გარბოდის, მარტო აქამდეც იყო უკვე მახარებლობა, იყო უკვე მოსული. და სარა აბრაამზე მეტი იყო წინასწარმეტყველო იცოდე. ასაც გეტყვისო სარა გააკეთებო გამჩენი უნება. გემარამ დაადგინა, შენზე მეტია წინასწარმეტყველობაში იცოდე, გაჯობაო, დაგასწრო. სადაც მიდიოდა აბრაამი, ზღვარი წერავს. ჯერ აბრაამი სარას კარავ დარგავდა, გაშლიდა, მერე მისას. აბერ წერია ვაიდა ჰაოლო, წაიგითხეთ ჰაოლო. რო იყოს მაბროვიცკის კარავი, უნდა დაიწეროს ვავით. ალეფ, ლამედ ვა. იქანა წერია ჰაოლა, ეითი. ზღვარი ბრძანებს სარას კარავ დარგავდა, ჯერე და მერე თავისას, რატო? სარას კარავი, სადაც იყო გამჩენის ღრუბლი ჯდებოდა იქანა. შეხინა ადგებოდა. აბრაამი ამბობდა, ჯერეო შეხინა მივიღოთო. მერე ავაშენებ ჩემკარავსო. მივიღო მეტი. სარა, რაფერ ცდება მღერაგანი? არა, შეცდარა. ამოხუცებული კაცი ლაპარაკება. გამჩენი უნება აბრაამ, ლამაზით სახაკა, ამ ყველა სიცილშიო, ბოლო-ბოლოსავ რაღაცა მაინც არისო, რომ და მარჯერაო თუ სარას ეკითხება აბრაამი და სარა არა. მათი გახეში. არა, მე არ ვიცი. ხაზ მიშალო გამჩენის იმაზე არა ლაპარაკიო. просто ეს ამბავიო ცოტა სხვანაირ ამბავად მივიღეო ახლაო, ყველა გაიცინებსო, ჩემ ამბავზე რომ გაიგებენო, რომ შვილი ეყოლაო, მართლაც ასე იყო, სარას როცა შვილი ეყოლა, ყველა უშვილოები სოფლიოში ყველა მორჩა. იო, ვინც იყო ათასობით ადგილზე ხალხი, ქალი, რომელსაც შვილი აყავდა, სარას ფეხზე ყველას გეეცნა ბედი. ყველა მორჩა. ქოლა შომეა იცე ხაკრი. ყველა მამსმენია სასწაულობის, ისის გამხიარულდებაო. ყველა გამხიარულდება. ეს იყო რას რომ დაემართა აბრაამ და სარას. ამის დამაგვარი არის მაფტირშიც. და ამას ამბობს ლევუში, ლევუში ჯოელ. ლევუში უნდა იყოს 669,000 თუ არ ვცდები, კითხულობს. რატო კითხულობენო ამ მაფტირსაო ეხლაო შაბათსაო, მაფტირი არის, ხო იცით განა. ორი ნაწილია მაფტირში, ორი ნაწილი ხა, არ ვიცი დრო არ არის, ვიანი არის, რა იცი. ესა ჩემ პრობლემა, რომ ვერ ვასწრებ ვერაფერი. პირველ ნაწილი მოდის ახლა ვეიშა ახალბილეში ბერიანები, ხო? ელიშაის ესე ყობადიანების ცოლზე ლაპარაკი. ელიშახტა რომ მოდის და აბაო, ჩემი ქმარიო, აბზანდაო, წინასწარმეტყველო ბზანდებოდაო, შვილებიო, ვალში უნდათ, მოვალესაო, წაიყვანო, ჩემი შვილებიო, პატრონი არ ყავსო, უპატრონო დარჩიო, წივის, კივის ამბავი და ბოლო-ბოლოს წინასწარმეტყველი ეუნება, რა გაქვს სახში იცოდე, ბარაკა, არ შეიძლება რაღაცა, რომ გაცარიელებული დატევოთ. სახლი უნდა იყოს ყოველთვის სავსე. ბევრჯერ მაგ რა თქვა. მაგიდაზე დატევეთ ყოველთვის მარილი და პური. ჩვენი მინაგია ეს. ხოლო ასე არის. რატო ბარაკა რომ იყოს ოჯახზე. კენ ბრახა შორა ბემაკომ რეკ. ბერახა გამჩენის კურთხება ცარიელ ადგილ არ ედება. არ გაიცარიელო ჯიბე ყველაფრიდან ბოლომდე. ყოველთვის გექნეს პორტველში ჯიბეში რაღაცა ნიფტიერობა. ლაბა ბარაკა რო დიეთვას კურთხება გამჩენის. არ გაცარიელდე ბოლომდე ყველაფრიდან. იცი ზოგიერთმა ბოლომდე იცის ჭამს სვამს გააპრიალებს საინს ემას აღარ ჭდება უკვე გარეთ სხვა აღარ ჭდება სხვა. არა დატევე პატარა. ვაიო თირუ პირგატამაზონში არის თუ არა? ვაიო თირუ გიტარაშია. ჭამენ სვენ დამოარჩინენ როგორც გამჩენა ბძანა კურთხება დგება სადაც რაღაც რჩება. გაქრამე სახშიო რო დაგილოცო ცოტა ზეთიო რო წაუსვა ზეთი ხილიო რო წაუსვა თითი დაო შედა დამთავრდესო ცოტა დარჩა შიგნითაო ჭურჭელი შემოიტანეო და გაიმსება გამჩენა კურთხებაო და ასე იყო არ ნახო გამიზრო განდი ლიბერატორი არის თეთა რა დარაში არის აქანა თეთა რა დარაშია იმაფტირი შიგნით რომ მოყვე თავის ფირუშები გარ ეს არის პირველი ნაწილი მე მოდის მეორე ნაწილი მაფტირის აქანა აგზელებს ქალბატონზე შუნამიცე ხო არის რომელიც დიდი ქალი ბრძანდებოდა შამიშაგედოლაბე შუნემში სადაც რომ ელიშაღი ჩამოდიოდა იმ ადგილზე ესტუმრებოდა აქ არის მოკლედ ამ აფტირში მე-6 და მე-7 სასწაული რაც რომ გააკეთა ელიშაღმა
აი ერთი სასწაული აქ, მეორე სასწაული შემდეგში. ამ ქალ მოკლედ შვილები არ ყავდა, ბოლოს დალოცა შვილი ეყოლა, ეუნება. იქანაც წერია ეს სიტყვები. ლამოყედაზე კაკეთხაია ამ ცოცხალ დროს გინიშნა მავალ წერიცა შვილი გეყოლება. ეყოლა შვილი. ქალ ხნიერ ხანში შესულს, მოხუცებულს, უშვილოს დიდი ხანი შვილი რო არ ყოლია. თუმცა ამბობენ, რომ ეს ქალი ბრძანდებოდა უკვე შვილიანი, იცოდეთ, არის აზრი ასეთ. არ შევალეხლა. ამითერი ამბავში მოკლედ ვლაპარაკობ, მხოლოდ დიდი ხანი აღარ ყოლია შვილი. მახლოკეთი არის მაგაში, მიდრაშებში, לא נכנס בנושא הזה. ეყოლა შვილი. შვილი უნდა და კიდე შვილი არ ჩნდებოდა და დალოცავდი და ეყოლა შვილი. მერე ბავში გადის. მამასთან როცა წამოიზარდა 2 წლის არის, მინდორში გავიდა, როში თავი ჩემი ტყივაო და დედის უბეში მოიყვანეს ეს ბავშვი დააბრუნეს სახლში ეზოდან და შვილი რო არ ეხებ დედას ხელში მოუკვდა. კერწასულა ეს ქალი ბღავილი კი არ დაუწყია, აბა ჩხარა ხებრა კადიშასთან კი არ დაურეკნიათ. ამიძებნეთ სნირი, ხალსიმონი, პეტრე, პავლე, დრები, ხოიცი, მიცოვარიან სასწავლოს დანიშნულები. არა. ხერათ რა და? ხერა ჩხარა წინას 13-ის ლოგინზე. ჩხარა წინას 13-ისთან ვიდივარო, წავიდა ჩხარა რა გინდა ქალბატონებში გაწუ. ხო! შენო ხო მითხარი მეო შვილი გეყოლებაო ინახო ვეკეთბენ შეშვილ ჩაიხუტებო გაგითხარი შვილი მეო ვათომერელა ვალტე ხაზე ბამათეხა სიცრუით ნუ ელაპარაკები მოახლესა შენსა იგითხება ესე მეოცრუარო ქოლმაკომ შეკატუვა ხზავ დიდუეზე ხაზავ რა არის შეკერი და რა არის ხაზავი განსხვავება ვიცით შეკერია ტვილი რომელიც ვაფშე ტვილია ხაზავი არის ნახევრად მართალი არის მაგრამ ბოლოში კიუმი არა არსებობა არ იქნება ხაზავია კემო ნარა ხზავ მასე ნახალ ხზავ შოუმე ხაზევ სეგი იმე დაცრუებული დაქტებს ბოლოში ეხლა ეუნება იმე დაცრუებული ნუდამტე ბოლოშიო რატომ ამ სიტყვასაოდა რატომ მეუნებიო ინახო ვეკეთბენ შენ შვილ ჩაიხუტებო გამჩემა რო ბზანაო სარასავ შვილი გეყოლება არ უთქვიაო შვილ ჩაიხუტებო ასე უნება შენ შვილი გეყოლებაო დამლოცეზე სერად გეყოლება შვილიო მე მასე ვიფიქრეო წერასარუთული უნება ბოლოს რა მოხდა შვილი ეყოლა ჩაიხუტა ბავშვი ეყოლა შვილი ბავშვმა არ იცოცხლა მოდის ახლა ეკალი და ეუნება ხო გითხარი მე შენეო ალთე ხაზზე ამათეხა რა მიქენი მე შენეო ეუნება წინან 13 რაც რომ მოდის გამჩენიდან მზადება მაღლიდან ყველაფერი მეცხადება მეო მაგრამ ეს ამბავი გამჩენ ჩემთვის არ უთქვიაო იმიტომ რომ იმნაირ მეუნებიან მაღლიდან მე რაც რომ ეკუდის გეზეროთებს სოდობრალი თუ რამე ხდება ადამიანის ბედის სულება თავის სოდოთი ამას მატყობინებენ მაგრამ თუ ადამიან დაბადებიდან აწერია მაგნაირამი შეცვლა არ შემიძლია და არ უთქვია ჩემთვის მაღლაურობასაო ზაჩიტო რას ამბობს რას გულისხმობს ამ ბავშვს ეწერა სიკვდილი თავიდან ეუნება ეხალი ეს იყო რო გითხარი მე შენეო თუ მლოცან დამლოცე კარგად რატო დამლოცე ნახევრატაო ალთე ხაზზება მათეხა რატო არ დამლოცე რატო არ მითხარი გეყოლო შვილი და შეგირჩე შვილი რა იყო ნახევრად დალოცვა ჩაიგუტე შვილი ჩავიგუტე წავიდა ამთავრდა იცოცხლა რამოდენი 2 წელიწად და ბავშვი მანდაო ეუნება წინან 13 რადგანაც შემიბრალია მე მოვალი ცოდე და ამ ბავშვს გამოვაცოცხლებ ებავში გაცოცხლდება ეუნება თავის მოსამსახურეს გეხაზის წაიღეს ჯოხი ჩემი დაადები ბავშვს სადა შეაძახე ჩემი სახელი და წამოდგებაო მაგრამ გზაში არ ელაპარაკო არავის ხმარ გაცე არავის ვინც არ უნდა შემოკვდეს არავის არ ესაუბრო
პირდაპირ მიდი შედი შეაღეკარები დაადები ჯოხი შეაძახე ჩემი სიტყვები და ებავში გაცოცხლდებაო რა გაკეთა ხე უღმართი ყავდა გამჩეა დიდი კაცი იყო მაგრამ ძალიან ბევრი დიდ ხალხი და ბიზნესმენები დიდ რაბები დიდ ადამიანები პატარა გეხაზები ყავს გვერდში დღესაც მაგენი არიან ყოლის დამხობი ცოდეთ მაგენი დიდი რაბები არ ცდებიან ი ხალხი манипуляტორები ვინც რომ არიან რაბის გვერდში ანი ბიზნესმენის გვერდში ისინი აწყობენ საშუალო იყვანებენ ზარო შეიყვანებენ თომ ჭერამენ წვიდამენ და მე ბრალდება ყველაფერი დიდ ხალხს ყასკანი დღეს ამას ვახენ ყასკანი ხო ყასკანი კეტანი როუზახი შუყალი კეტანი მეხაბელი ერამიმ შეშვიდობა რა გაკეთა შენ მაგეხაზი გამოდის აფრიალებს ამ ჯოხდა გამოსერეუნება იცით რა მიგავია ხელშიო გამაცოცხლებელი წამალიო რა გამაცოცხლებელი ჯოდა ხლა მე ამას დარო დავადებო კუდარსაო ნახავთ ხერა წამოდგება ფეხზეო იარება გზაში ამდენო ლაპარაკო ეუნები ძაღლი იყო იგანა ძაღლი რომელი ძაღლი იყო იცი რომელმაც ძაღლმაც მოლოკა ჭამა ისარგებლა ახავი და იზაბელის სისხლიდან რომლებიც სიყვარული ყაბოდას არისტები გამჩენს მაჩხუბრები დაუწინა 13 ყვაელიაუ ახავ და იზაბელ თქვენი ცოდეთ ორივეაო როგორც რომ შენ დააქციე სისხლიო ძაღლი მოლოკავს ატლიკავს თქვენ სისხლი ცოდეთ დაი ძაღლი იყო იქანა კარი ძაღლი რომელიც მოკვდა ბოლოში და ამან ეს ძაღლი არის ცოტა აი ის იყო და დაატვა ეჯოხი და გააწოდა ის ძაღლი ხა ის ძაღლიც რატო დამადლიანდა რატო ამაზე მიდრაში ძაღლი ბიჭო გავიგეთ ამან შეცდა უედურყა და გამიდურწკიბი სედერ და ის ძაღლსაც რამადი რადგანაც იმ ძაღლმა შეასრულა იმ ძაღლით შესრულდა გამჩენის ბრძანება მეორეჯერ გაცოცხლებას ეხებსა ხოს გამჩენის ახლა მე ხა ვერ შევალა ხანა იმიტომ ახლა არჩევანი ხორა ძაღლები აი ძაღლმა არჩევა ხორა იმა დაინახა რა დაინახა და გააკეთა არ შევარ ამ სეკრეტებში ამაზე გაურამ ხა პალაჯი ლაპარაკობს მასახაინია ზებერი რაღაცა ლაპარაკობს გილგული თუ არის ძაღლებში დიდ სეკრეტი შედის არ შევარ მაგ თემაში არ არის ჩემო ახლა არ შევიდეთ ოღონდ ამას გააკეთა მე რომ მივიდა და მიცვალებულ ბავშვს რო დაადვა ჯოხი ბავშვი ვეღარ ადგა მოდის ეკალიონება წინას თარმეყველ ბავშვი ვეღარ ცოცხლდა მე მოვდივარო მოვიდა წინას თარმეყველმა ვაიზორერ ყალა ელეთ წამოაწვა ბავშვი პირი პირზე ხელი ხელზე ფეხი ფეხზე შვიჯერ ჩაბერა შვიჯერ და წამოდგა ბავშვი და გაცოცხლდა რატო შვიჯერ ადამიანი 70 წელიწადი აქვს გამჩენიდან შვიჯერ იცვლის ადამიანი 70 წელიწადში თელ ბუნებას 70 შანა კოლესერშანი 20 წელიწადში ადამიანი უახლდება რაღაცა ბუნებაში ამიტომ არის შვიჯერ ჩაბერა სული წინას არ მეტყველმა ზელეფი სოდო და კაბალა ლეფი ხაგათ ნაიმ ხესეთ გიბურათი ფერეთ და საходის მალხოთ არ შევალ ეშფოდებარემ ამუკიმეო და ჩაბერა და გააცოცხლე ბავშვი მოგლეთ ამით უკავშირდება მაფთირი ფარაშას გაგეთხაია ყაგედათ უკავშირდება მაგრამ დრო არ მაქვს ახლა მე ბოდიშ ცხოვრობ თუნდაც რომ გადამღებლები დაგღალეთ რაღაცათი ხოლოთ აგედაში რო შევიდე ვერ გამოვალ ახლა მეგეუნებით აგერ ხოლოდ ახლა დიდი სეკრეტი არის თელი ყაგედის ამბავი თელი ის ამბავი უკავშირდება იცხაკის სულიერ ამბავ რა მოხდა იცხაკში რა იყო ყაგედის წინეთ იცხაკი და რა შეიქმნა ყაგედის შემდეგი და რატო არის ყაგედის მადლი რაც გააკეთა აბრამა შვილი რომელსაც გამჩენს ასეთ მადლად ითვლება სასწაულ მადლად საოცარად დღევანდლამდე ათასობით ხალხი იცნობს მილიონობით ხალხი რომლებიც შვილებს წერავდა გამჩენ არ მოხდა გერმანია ნაცისტების დროს ინკვაზიციის დროს ხო არის პორტუგალში ინგლისში რამდენი ებრაელი ეკატაღორები ხანაში შევადბანია თალმუდმა დადგინა და ასეთები და ამ შეკითხვაზე ბევრი არ მიდახლა მამаш ღია დავტეებასე ამ შეკითხვას შეიძლება მამალ შაბათს ფარაშად ხაიეს არაზე რო გადავალთ შეიძლება აგიდან დავიწყოთ დავაკავშიროთ და ასე რომ მე მინდა რომ ჯამაც მოგახსენოთ ახლა ცოტა ისეთი დროები არის გადაღებები ცოტა გვიზრდება
დროზე არა ვართ, ადგილზე არა ვართ, მუშაობაც გვაქვს, რაღაცა ვაკეთებ. ჯეროდ ბარუხ ჰაშემ დრო, რომელიც არა დრო, მაინც ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩავატაროთ და გავაგრძელოთ და ღმერთის წყალობით დოლათიანად და ბედნიერად და კიდევ დიდი მადლობა ოპერატორებს, გადამღებლებს, თქვენ ჯამაათს, ყველას ბედნიერ ზამთარს გილოცავთ. ყოფილიყოს წელიწადი დოლათიანი, სიკეთიანი, სალხინოდ გველაპარაკნოთ და იმედი მაქვს, რომ ამავე შაბათისთვის უკვე ამ თემასაც ცოტა გავშლით, ცოტა გავაფართოვებთ და იმიტომ სარას გადაცვალება ციცხაკის ხაგედას უკავშირდება და ასე რომ თემა ერთა იგივეა და მოდი შემოვინახავ. იმითი მაინც უკავშირდებოდა დღევანდელ ლიბრეტორას, როგორც რომ გაცოცხლდა ის ბავშვი, გააცოცხლა წინასწარმეტყველმა. ის იყო ხაბაკუკ ანავი. ვერაშორ ხიბუკ. რამოდენჯერ ჩაიხუტა ზოარი სიტყვებია. ჩახუტება რამოდენჯერ ჩახუტება, ზოარი განთქმულია პარაშათ ბარაკში უნდა იყოს 194%-ზე, თუ არ ვცდები. და იქ 194%-ზე ზოარში არის სეკრეტები სასწაული, თეფილალა ხაბაკუკ, თეფილალი დავით, თეფილალი მოშე, ამის სეკრეტი ყველაფერი იმ ადგილზეა იქ ზოარში და ასე რომ მაგას უკვე ვეღარ გავაპირუშებთ, მაგრამ შეიძლება სხვა დროს გავაპირუშოთ ღმერთის წყალობით, თორა დაულებელია. მე აქ კიდე ვერაფერი სედოყამორაზე მინდოდა ლაპარაკი, ვერ მოვასწარი ვერაფერი, წესიერად ვერ მოვასწარი. ვერ შევედი ჩიგნით, აბიმერეხის ამბავის სარასი ვერ მოვასწარი. სარას შვილი რო ეყოლა, როგორ მოხდა სასწავლობა, რა ამბავი იყო მსოფლიოში, ეს თემები თითო თემა არის საათნახევრიანი, 2 საათიანი მინიმუმ რო გავშალოთ. მაგრამ გიხაზზე მაინც ველაპარაკეთ, თქვით, რომ ხელა უღმართი ყავდა გამჩენ გიხაზი, ბოლო-ბოლოს წინასწარმეტყველმა ბავშვი გააცოცხლა და გიხაზის ეს სოდოთ ჩარჩა ისტორიაში, რო იცოდეთ, სოდოთ ჩარჩა არიან ამბობენ რომ ბოლო წლებამდე კიდევ გილგულში ბრუნდებოდა გეხაზი. რო იცოდეთ. მოდით, ერთ მაღაზიას მოვყვები და რადგანაც მახსენე, მაღაზიას მოვყვები და მიდამთავრე მაინც. მოდი ასე ვთქვა. ეს მოხდა მარშას დროს. რაბი მარშა. დიდი რაბი ზრდებოდა, კომენტარი აქვს თეთრალუზე გაკეთებული, განთქმულია, იცით. გემარას ვისწავლობთ, იცით რა არის, რაში თოსფოთი, მარშა, ეს ყველასთვის ცნობილია. და მარშა რაბინუ შმუელია სერბა სახელად. ეს არ იყო ცნობილი პიროვნება. მაშინდელი დროში თავის თაობაში. ცოტა სხვანაირად უყურებდნენ. იმიტომ თმები ქონდა მოზრდილი, როგორც ეთქა ნათქვამი მაქვს, გავჩვენ ეთერში. უშნოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს იყო დაფარული ცადიკი, სასწაული ცადიკი და მისი გამოჩენა მსოფლიოში ეს ასე მოხდა, როგორც ახლა გეტყვით, მოკლედ ვამბობ, ჩქარა ვამბობ, მოხედავ ერთ ძინება, მეორე ვარვაშე, ამიტომ რომ მეც მაძინებს თქვენი ჩაძინება ცოტა მეც მაძინებს და ამიტომ რაღაცნაირად მოკლედ მარშა როცა იმ თაობაში სადაც ზამდებოდა იმ ქალაქში ზამდებოდა ერთი ცადიკი ადამიანი შამაში მაგარი ცადიკი თეილი რო არ აგდერდა ხელიდან თეილი სულ თეილი იყო როცა თარდებოდა შახრითი 2 საათით დამჯარი თეილი თავიდან ბოლომდე ატიდო პერეკი სიტყვა ნენა ყველაფერ დოლათიანად მერე შუადღე რომ მოვიდოდა მერე გადიოდა საერთოდ ლოცვიდან ესე იგი დილით ადრე შემოდიოდა პირველი შემოსვლელი ბოლო გამოსვლელი ლოცვიდან დაკეტილი ჰქონდა ჭიშკრები ლოცვის კარები რომ მოვიდოდა დილით 3 საათზე ჩაკეტილი ჰქონდა კედავდა კარე კაცია შემოსულიყო ჯდებოდა თელი მეკითხულობდა ლოცვის წინათ ლოცვის შემდეგ კიდე თელი მეკითხულობდა ჩაკეტილში იყო თავისთვის მარტო ლოცვის დროს როცა იყო დანიშნული 7 საათზე შემოდიოდა პილიანი 7-დან 9-მდე გაღებული იყო ლოცვა დანარჩენი დროები გამჩენი სამსახურში იყო ეს კაცი ხმად შესული დილა არის მშვენიერი დილის 4 საათია დაახლოებით დაკეტილია ჭიშკრები ყველაფერი და ვიღაც ადგია მას თავზე შალომ ალეხე ხილა ხარები შემოვიდა ეგაც მე არის რაღაცა აი რაღაცა ჩანს და რა გინდა რას ეძებოდა მე ვეძებო რაბი მარშასო მარშას ეძებო ვინ მარშო დიდი რაბიო კაცო რიბი შმუელიო დიდი რაბი წამდებო მაგრამ რაბი შმუელი ჩვენ ქალაქში ამიცნობო არ არის აქ რაბი შმუელი შეიძლება თქვენ არ იცნობთ მაგრამ მე გეტყვიო დიდი თმები აქვს მოზრდილი ძალიან დიდი ის გიჟიო ისიო თმები რო აქვს ასე მოზრდილი და რაღაცა უშნოთ რომ
რა გიჟიო, ცადიკი ბრძანდება, ვინ რა ცადიკი? ცადიკი. რა, ამან ჩავიდა, წავიდა კაცი, ამან ვერ შეეკითხას და შემოხვედი რაღაცა. მეორე კაცი ადგია თავზე. მარშას ვეძე, მარშასაო. შენს მარშას ეძებო? ეგერ არის ამ ქუჩაზე ცხოვრობს და გავუშვა ესეც. ესენი გავიდნენ და შემოდის მესამე კაცი, ვიღაცა გავარდნილი, რაღაცა გასეზრილი. ბიჟო, იქანა ორი კაცი იყო ამის წინეთ მოსული თქვენთანაო? კიო. საწავიდნენ აქედან ეცასული. ჩვენი ამბავი ბრუნდება 2, 3, 4 დღე ზედზე. მოდიან ესენი კითხულობენ მარშა სად არის? ხო გითხარი გუშინ გებას გუშინდელი გუშინ დამავიწყდა ვიზია კაი მითხარი კიდევ მოვეჯერავ და მოკლედ ეკითხება ეგაცი შამაშ ეკითხება ამათ. ჩვენ ვინ არის მარშა რაირიოდა? ამ თაობის 36 ცადიგის მეთაური ბრძანდება. ჩვენ თაობაში. თქვენ ქალაქში რო არიცო თუ თქვენი ბრალი არის. თუ ვინ ახართ თქვენ რომ მოდიხართ აქანაო დღედა და რა ხდება ვერ გავიგეო. ელიშა წინასწარმეტყველი არისო. მეორე არისო ელიავანაბიო. მესამეა გეხაზიო, ამათ ძდევსო კუჩიო. რო აპატიოსო. და სამართალი არის ისული მარშასთან და მარშალ გადაწყვეტოს. ვერ მოითმინა მოხუცებულმა ხნიერმა კაცმა და ესეც უთხრენ, როცა იტყვი გამოვაშენ პირიდანაო, დატება ქვეყანასაო და მეხორად მეორე დღეს მეო ამას ვერ ვითვენო ჯამაათო ადგათებაზე ბიჟობრია მოუკვდე ამ ყოლმათაო და ამ ხელა ცადიკი ადამიანი მყავს და ხალხმა არ იცოდეს ვინ არისო. იცოდეთო ეს კაცი დიდი კაცი ბრძანდებაო, ამ ხელა ადამიანი ამ რა სასწავლებელო შემთვალებიო და მე გიმხელთო ვინ არის ეს კაციო და დაიბარა შემაყისრალით მოყვა, დაიბარა შვიდობა და ჩააბარა სული. ხოლო ეს მასწავლის რომ ეს ამბავი გრძელდება. რაც შეცდომა დაუშვა გეხაზი მისრაბისთან, არ ეპატია. მოდის ელიშახთან, ელიშაღეძებს, ელიავანაბის რაებს, რაღაცნაირად რომ ეპატიოს, მაგრამ დღევანდელი გილგულში ბრუნდება და ბრუნდება. ამას ბევრი ვერსია აქვს, რომ იცოდეთ, ამას ეს სხვადასხვანაირი მიდგომები აქვს, მაგრამ ეს ასე მოხდა დაახლოებით ასე იყო და მოდი ხო გამჩენს რომ ყველა ვიყოთ გამჩენის კარგი მოსამსახურეები. დავადლიანდეთ რომ გამჩენი გემეგვეცხადოს ყველას. ხოლო ჯერ ჩემ და გემევეცხადოთ გამჩენი. უნდა ვიყოთ აზრით მიკრული აკადოშ ბარუხოზე. ვიცოდეთ რომ ბრძანდება ერთი ყოლამზე, რომელიც რომ ჩვენი მამა ბრძანდება, ჩვენი გამჩენი ბრძანდება. სიცოცხლის უნარ გვაძლევს არსებობას ბერას ჩვენში და მაგითი არის გამჩენით რომ ყველა ცოცხლობთ. აი მოხუცებულ ადამიანებს შვილები ეყოლა. აი მკვდარი ადამიანი გამჩენმა დააბრუნა სიცოცხლეზე ხელახლად და რაღაცა სასწაულები ხდება და ვეათემადებ კი მას შემოყეხემ ხაინ კულეხემ აიომ ხენი რაცონ ვენომარ ამენ.